პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნებისთვის ემზადებიან. ამას ექნება პოლიტიკური ნოკაუტი. რა გეგმები აქვთ პრეზიდენტობის მსურველებს 5 იანვრამდე? აქტიურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხალხი დავარწმუნოთ კონსტიტუციური მონარქიის იდეის სისწორეში და 5 იანვრის შემდეგ. რუსეთთან გაუყოვნებლივ კეთილმეზობლი და ძმური ურთიერთობის ვის რატომ უნდა პრეზიდენტობა? მე არ შემიძლია ვანდო ვინმეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ჩემი თავის გარდა. და ვინ რას პირდება ხალხს? თავისუფლებას დაუბრუნებ თვითონ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეს. პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევანის სტუდიაში. რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ? არჩევანის ეთერში პოლიტოლოგები და ექსპერტები. დღესვე არჩევანში მედიის მიმართვა ჟურნალისტები ხელს აწერენ ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენის მოთხოვნას. დღეს აქ იყო მაგალითი ქართული მედიის სოლიდარობისა. ფორმა, რომლითაც მედია საშუალება დაიხურა. როგორ მუშაობდა იმედი 7 ნოემბრამდე? ჩემი მთელი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებად. და რა გახდა მისი გათიშვის მიზეზი? იმედი ემსახურებოდა პატარკაჩულის მიზანს, საქართველოში ხელისუფლება შეცვლილიყო არალეგიტიმური გზით. შეკითხვები დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეხლა წოლიკაც რამოვა მან და გირეკავს რა რაღაც დაობარეში. რაბედიელის ტელეკომპანიას. ნებისმიერი ტელეარხი, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში, უნდა იყოს ობიექტური. საღამო მშვიდობისა ეთერშია გადაცემა არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნებისთვის ემზადებიან ვინ რა პროგრამას შესთავაზებს ამომრჩეველს დაპირებები და გეგმები არჩევანი იწყებს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას დღეს გადაცემის სტუმრები იქნებიან დავით გამყრელიძე გია მაისაშვილი და ავთანდილ მარგიანი აგრეთვე არჩევნების თემაზე სასაუბროთ არჩევანის სტუდიაში მოვიწვიეთ პოლიტოლოგები თემურ იაკობაშვილი გია ხუხაშვილი გია ნოდია და რამას კლიმიაშვილი ასევე დღევანდელ გადაცემაში ერთ-ერთი მთავარი თემაა ტელეკომპანია იმედის დახურვა დღეს ქართულმა მედიამ ხელი მოაწერა მიმართვას რომელშიც ტელევიზიის მუშაობის განახლება მოითხოვა არჩევანის სტუმრები იქნებიან იმედის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი ჟურნალისტები პაატა ვეშაბიძე კეთუსია იგნატოვა ლაშა ტუღუში და კობა ლიკლიკაძე როგორც გითხარით ეს გადაცემის იმედის თემა გადაცემის მომდევნო ნაწილში თავდაპირველად კი ჩვენ ვისაუბრებთ პრეზიდენტობის კანდიდატებზე ჩვენთან სტუმრად არიან უკვე სტუდიაში ბატონი თემურ იაკობაშვილი გია ხუხაშვილი გია ნოდია რამას კლიმიაშვილი საღამო მშვიდობისა ბატონებო მოგესალმებით ყველას სანამ თქვენთან დავიწყებთ სტუდიაში საუბარს ჩვენ ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში დავით გამყრელიძეს ბატონი დავით საღამო მშვიდობისა საღამო მშვიდობისა მივესალმებით თქვენ სტუმრებს და მთელს აუდიტორიას ტელემაყურებელს ბატონ დავით EDP-სთან და მრეწველებთან დღეს შეიქმნა ალიანსი თქვენმა პარტიამ რით იყო ეს გამოწვეული აი ამ ახალ ამბავზე საუბრით რომ დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა დიდი სიამოვნებით პირველ რიგში მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მიველოცა ხვალინდელი გიორგობა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო მცდელობა რომ გიორგობის დღესასწაული გადაქცეული იყო რევოლუციურ დღესასწაულად დაივიწყებინათ რომ 23 ნოემბერი ეს არის გიორგობა და არა რევოლუციის რაღაც აღსანიშნავი დღე მე იმედი მაქვს რომ ასეთი ფორმით აღარ აღენიშნება და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. ამავე დროს მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ მეორე თემას რომელიც დღეს თქვენ გაქვთ ეთერში ტელეიმედი ეს არ არის დღეს არის საუბარი იმაზე რომ აი არჩევნები როგორ ჩატარდება ისე თუ არ იქნება ტელეიმედი არჩევნებზე კი არ არის საქმე საერთოდ როგორი სახელმწიფო შედგება როგორ შეიძლება ვისაუბროთ დემოკრატიაზე როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება აი ამ ფორმით ვანდალურად სისასტიკით არბევს და პირდაპირ ღია ეთერიდან თიშავს ძალოვნების შესვლის შეჭრის ავტომატების ფონზე დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. როცა ასეთი პრეცედენტი იშვება ქვეყანაში, მე საუბარი იმაზე თუ რა სამართლებრივი მხარე ჰქონდა, როგორ მოხდა, რამდენად გამართლებული იყო, არის მე მგონი სრული აბსურდი და არაფერს აღარ ემსახურება. იმედზე ჩვენ თქვენთან უშუალოდ ვისაუბრებთ ოდნავ მოგვიანებით. დიდი სიამოვნებით და ასევე მინდა ვახმოვცხოვოთ, რომ იქნებ კარგი იყოს, რომ როდესაც პროკურატურა გამოდის, ამტკიცებს თავის სიმართლეს, იქნებ მოიწვიოთ ის ადვოკატები სოსო ბარათაშვილი და შალვა შალგულიძე, რომლებიც დღეს მუშაობენ ამ პრობლემაზე, ისინი წარმოადგენენ ოფიციალურად ტელეკომპანია
იმედს სასამართლო პროცესში და აი ამ დავაში და მათი განმარტებებით საინტერესო წინადადება დღეს უბრალოდ ჟურნალისტების მოწვევა გადავწყვიტეთ იმ უბრალო მიზეზის გამო იყო აგრეთვე ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებდით ამ თემაზე გადაცემის მომზადებას აგრეთვე იყო მე ვიცი რომ თქვენ შეუერთდით ამ ხელმოწერას და ძალიან მნიშვნელოვანია მე მიხარია რომ თქვენ როგორც ჟურნალისტი სოლიდარული ხართ ისევე როგორც ალბათ თელი რუსთავი ორის ჟურნალისტთა კორპუსი და ჩვენ საქართველოში არ უნდა დაუშვათ ყველამ ერთად თქვენთან ერთად ის რომ მომავალში ამდაგვარი ფაქტები განმეორდეს და რომელიმე ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს თავისუფლება მიწეს ასეთ ქმედებისა და ასეთ საქციელის. ნახ ბატონო დავუბრუნდეთ შეკითხვას რომელიც დავსვი გადაცემის დასაწყისში. ჩემთვის როგორც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის იმიტომ რომ მე ჯერ ოფიციალურად არ დავრეგისტრირებულ ვარ ზეგ შედგება პარტიის ყრილობა ოფიციალური საგანგებო ყრილობა რომელმაც უნდა წარმადგინოს და ალბათ ორშაბათს მოხდება განაცხადის შეტანა დღეს მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო მხარდაჭერა ერთი ტრადიციული პარტნიორისგან ჩვენ 4 წელიწადია მრეწველებთან ერთად გვაქვს პოლიტიკური ბლოკი და მიუხედავად იმისა რომ იყო გარკვეული უთანხმოებები გარკვეული გაუგებრობები ჩვენ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ მწვავე პრობლემასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია დავაფიქსირეთ თუნდაც აი ამ ბოლო მოვლენების დროს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ ჩვენ მოვახდინეთ დემონსტრირება სტაბილური პარტნიორობისა რაც ძალიან იშვიათია ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური პარტიები მხოლოდ წინა საარჩევნოდ ახერხებენ ხოლმე საერთო ენის გამონახვა. ამიტომ მრეწველების მხარდაჭერა მრეწველთა პარტიის მათი ლიდერების დღეს სწორედ ამის დემონსტრირება იყო ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და ეს გაგრძელდება როგორც ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ხომ არ არის აქ ის მომენტიც რომ ახალ მემარჯვენეებს აკლიათ თქვათ იმავე რეგიონებში აკლიათ ადამიანური რესურსი და ამ რესურსს გარკვეულწილად შეავსებენ მრეწველები და EDP-ს წარმომადგენლები არჩევნების წინასაარჩევნო. მინდა გითხრათ რომ ახალი მემარჯვენეები ყველაზე უფრო სტრუქტურირებული პარტია შეიძლება ითქვას დღეს საქართველოში თუ არ ჩავთვლით სახელმწიფო პარტიას რომელიც ხელისუფლების ხარჯზე არის წარმოდგენილი რეგიონებში მაგრამ რა თქმა უნდა შევსება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ძვირფასია თითოეული კადრი თითოეული წარმომადგენელი როგორც მრეწველთა პარტიისა ისე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა ასევე მათი ლიდერები მათი რეიტინგი მათი იმიჯი ფაქტია რომ ჩვენ ვერთიანდებით ჩვენ თანამშრომლობთ ჩვენ პარტნიორობთ არა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამედ სოფხედელობრივად ერთი ტიპის ერთ პრინციპებზე მდგარ პოლიტიკურ პარტიებთან და ეს არის ჩვენი ძალიან ასე თუ პრინციპი სერიოზული წამსი რომელსაც ჩვენ არ ვიცით შეიძლება ცალკეულ სხვა იდეოლოგიების პარტიებთან ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე გქონდეს კონსულტაციები ერთიანი პოზიცია მაგრამ რასაც ქვია პოლიტიკური პასუხისმგებლობა რასაც ქვია არჩევნები ეს აუცილებელია რომ იყოს საერთო სოფხედელობის საერთო პლატფორმაზე მდგომი პარტიების თანადგომა ასევე მინდა ავხსნა და გავმარტო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან დღეს გაფორმებული შეთანხმება მემორანდუმი რომელსაც ხელი მოეწერა ჩემი როგორც პარტიის თავმჯდომარის მხრიდან და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ბაჩუკი ქარდავას მხრიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა დამოუკიდებლობის მოპოვებაში და ასევე საერთოდ ეროვნული მოძრაობის საქართველოში გაშლაში. ამიტომ მე ვთვლი, რომ მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის და 21 საუკუნეში საკმაოდ ორგანიზებული და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის ესეთი ალიანსი, რომელსაც აქვს ერთიანი პლატფორმა, ერთიანი მსოფლმხედველობა, ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული პრინციპები და დღეს ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა საქართველოს სახელმწიფო მოწყობის შესაძლო ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პატრიარქმა შესთავაზა ქართველ ერს და აქ იგულისხმება საპარლამენტო მონარქია, ახო. სწორედ ეს არის საფუძველი ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა პირველ ეტაპზე აისახება ერთიანი ძალისხმევით და ერთიანი ძალებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში და შემდგომ უკვე სხვა პოლიტიკურ პროცესებში. სოფხედველობა ძალიან ძლიერი არგუმენტია თქვენი, მე ამაში გეთანხმებით, მაგრამ არ გეთანხმებიან ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ისინი არ აღიარებენ, რომ თუ გაერთიანებაში არ შემოდიან მემარჯვენეები ან ლეიბორისტები, ეს გაერთიანება სუსტდება, მაგრამ არ არიან მაინც და მაინც კარგად არ უყურებენ იმას, რომ მემარჯვენეები და ლეიბორისტები ცალკე კანდიდატებს წამოაყენებენ საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ ნებას დამთავრდ და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ ეს თემა აი იმ სტუმრებთან, ექსპერტებთან ერთად გაგრძელდეს, მე კიდევ ერთხელ მე თქვენს ეთერში, უბრალოდ რუსთავი ორის ეთერში ერთხელ უკვე ვცადე და კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ჩვენი კანონმდებლობით
რომ გახდეს კანდიდატი პრეზიდენტი, საჭიროა მან რომ მოსულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მოაგროვოს პირველივე ტურში. ეს იმათ ამავე დროს მოხსნილია რაიმე მინიმალური ბარიერი, ანუ რამდენი ამომრჩეველიც არ უნდა მოვიდეს, 5 იანვარს არჩევნები მაინც შედგება. ანუ დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა იმ კანდიდატების წინაშე, ვისთვისაც მართლაც ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა არის, რომ არჩევნების გზით შეცვალოს მოქმედი პრეზიდენტი. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიცვალოს არჩევნების გზით და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ ეს შემცვლელი ვიყოთ ჩვენ და ვიყო მე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოვიდეს 5 იანვარს არჩევნებზე. ის ამომრჩეველი, რომელიც მოვა ახალი მემარჯვენეების, მრეწველების, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატის გამო, ეს იქნება დავით გამყრელიძე ამ შემთხვევაში, შეიძლება არ მოვიდეს, ვთქვათ, იგივე შალვა ნათელაშვილის ან გია მაისაშვილის გამო. მაგრამ ამ კანდიდატებს თავად შეუძლია ისეთი ამომრჩევლის მობილიზაცია არჩევნებზე, რომელიც არ მოვა, ვთქვათ, სხვა კანდიდატის, იგივე ლევან გაჩეჩილაძის, დავით გამყრელიძეს ან სხვა რომელიმე კანდიდატის გამო. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი პრაქტიკა, მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს გავახსენო, თუნდაც საფრანგეთის ბოლო არჩევნები, როდესაც შედგა მეორე ტური. ამის წინა არჩევნები, როდესაც შირაკს ირჩევდნენ და იქაც მეორე ტურში სწორედ ხდება ხმების მობილიზაცია მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების. ჩვენ გვაქვს ყველა შანსი და მე ეს ერთხელ უკვე განვაცხადე და ნუ ხა ბევრჯერ აღარ ვაპირებ განმეორებას, რომ მეორე ტურში მე მხარს დაუჭერ და მოუწოდებ ჩემს ამომრჩეველს, თუ მე ვერ გავედი მეორე ტურში, იმ ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც გავა მეორე ტურში, მაგრამ თუ მე ვიქნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით მეორე ტურში, თუ მეორე ტური შედგა, თუ პირველივე ტურში ვერ დავამარცხეთ მიხეილ სააკაშვილი და გვახსოვდეს ვახო, რომ მოქმედ პრეზიდენტს არსებულ საპრეზიდენტო სავარძელს აქვს საკუთარი რესურსი, სახელმწიფო სტრუქტურებში უზარმაზარი ფინანსური რესურსი და გარკვეული ხმები მიუხედავად მისი ასეთი არაპოპულარობისა, მიუხედავად მისი აი ასეთი არაპოპულარული ნაბიჯებისა, ის გარკვეულ ხმებს მაინც დააგროვებს. და ბოლოს თქვენ კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრობთ ძალიან ხშირად და ეს არის თქვენი იდეა. დიახ, მაპატიეთ. ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ მე დღეს მოვისმინე ჩემი კოლეგებისგან ოპოზიციიდან ესეთი კომენტარები, რომ არა, ჩვენ მაინც ერთი კანდიდატი უნდა ყავდეს, ეს არის ხალხის არჩევანი და ასე შემდეგ. ბატონებო, ბოლშევიკები ყოველთვის საუბრობდნენ ერთ მთავარ პრინციპზე, ვინ ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. მე და ჩემი მეგობრები ბოლშევიზმებს ვძვით ამ ხელისუფლებაში და არ მინდა რომ ასეთივე ბოლშევიზმი ვიხილო ოპოზიციაში. ნუ დავაძალებთ ხალხს და ნუ შევქმნით ამ განწყობას, რომ ვინ ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. ჩვენ არა ვართ ასე განწყობილი, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანდიდატურებს, თქვენს არჩევანს და კეთილინებეთ პატივიაცით ჩვენს კანდიდატურებსაც, ჩვენს არჩევანსაც და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უკეთ გააგრძელებს, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვამოძრავებდეს. ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს პრეზიდენტი არა და ვინც გინდა იყოს. ასე იყო შევარდაძის დროს და მივიღეთ ბევრად უფრო უარესი, არ მოხდეს ისე, რომ ოღონდ სააკაშვილი არა და ჩვენ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილება. ვიფიქროთ კარგად, ვინ შეძლებს ჩვენი ხვალინდელი დღის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი და მომავალი დღეების უზრუნველყოფას, უფრო სწორი პოლიტიკის გატარებას და ამის მიხედვით გავაკეთოთ 5 იანვარს არჩევნები. ბატონ დავით, კონსტიტუციურ მონარქიას უჭერთ თქვენ მხარს, პატრიარქის იდეას. რა პერიოდი სჭირდება იმ შემთხვევაში თუ გახდებით პრეზიდენტი? რა პერიოდი სჭირდება რომ საქართველოს გარდაექმნას კონსტიტუციურ მონარქიად? ეს რამხელა პერსპექტივაა, როდი შეიძლება ჩვენ აი კონკრეტულად დროში მივიღოთ საკონსტიტუციო მონარქია თუ თქვენ გახდით პრეზიდენტი? ძალიან კარგი კითხვაა, ახო პირველ რიგში რა თქმა უნდა არ შეიძლება თუ გნებათ პრეზიდენტმა ან საპარლამენტო უმრავლესობამ ცალკრივად გადაწყვიტოს ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ფაქტია რომ დღეს საზოგადოებაში არსებობს მართლაც მომწიფებული აზრი, რასაც მეც ვიზიარებ, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტმა არ გაამართლა. პრაქტიკულად ეს იქცა ინსტიტუტი, რომელშიც პიროვნებები, ამ პოსტზე მყოფი ადამიანები ახდენენ ძალაუფლების უზურპაციას და მერე არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით თითქმის შეუძლებელი ხდება ასეთი ადამიანების შეცვლა. აქედან გამომდინარე, ალბათ პირველი რაც უნდა გააკეთოს დავით გამყრელიძემ, თუ ის გახდა პრეზიდენტი, მან უნდა დანიშნოს რეფერენდუმი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. რა უნდა ხალხს? უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა, თუ უნდა საპარლამენტო მონარქია. თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, იდეა იმისა, რომ საპრეზიდენტო მოდელი, ოღონდ ეს უნდა იყოს მაშინ კლასიკური ამერიკული საპრეზიდენტო მოდელის საუბარი და არა იმ მოდელზე, რომელიც არის თურქმენ
მოწვენულ რუსული და რომელიც არაფერს საერთო არ აქვს ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთბალანსის დემოკრატიულ პრინციპთან. მაგრამ მე ვთვლი, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა ხალხმა მართლაც და ეს შეიძლება ჩატარდეს სწორედ და შეიძლება კი არა აუცილებლად უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ეს რეფერენდუმი და სავარაუდოდ მე იმედი მაქვს რომ აპრილში ან მაისში გაზაფხულზე ყოველ შემთხვევაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და აი ამ რეფერენდუმზე ქართულმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი. რას ემხრობა? ეს ორი თვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აი ამ კამპანიის დროს ყველა მხარე ჩვენმა მხარემ ვინც ვიზიარებთ საპარლამენტო მონარქიის იდეას იმ პოლიტიკურმა ძალებმა იმ ექსპერტებმა თუ საზოგადო მოღვაწეებმა იმ დაინტერესებულმა პირებმა რომლებიც მხარს უჭერენ საპარლამენტო რესპუბლიკას ყველამ უნდა დაუნტკიცოთ ჩვენი არგუმენტები უნდა მოვიყვანოთ რატომ ესა თუ ის ფორმა რა პლუსი და რა მინუსი გააჩნია და ბოლოს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებ მომცეთ ვახოს საშუალება რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე რა ვადაში არის შესაძლებელი იმიტომ რომ როდესაც პატრიარქის მხრიდან ეს იდეა გაჟღერდა, მე ხელისუფლებიდან ჩვენ მოვისმინეთ 1000 არგუმენტი, რომ აი ამ ხელაწყვეტა იყო, არ შეიძლება ამის გაკეთება წვეტასთან დაკავშირებით. მე არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ საქართველოს იყო პერიოდები, როდესაც საუკუნეების განმავლობაში კარგავდა დამოუკიდებლობას და კარგავდა ტერიტორიებს. ჩვენ 100 წელზე მეტი დაკარგული ქონდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ არც ერთხელ ქართულ კაცს უარი არ უთქვამს არც დამოუკიდებლობაზე, არც თავის ტერიტორიებზე და არც ავტოკეფალიაზე საკუთარი ეკლესიის. ასე რომ ეს იდეა რა თქმა უნდა არასერიოზულია, რაც შეეხება ვადებს. ჩემი საზრით ეს უნდა განხორციელდეს ძალიან შემჭიდროებულ ვადებში და მე პირდაპირ ვიტყვი რომ მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ მონარქიის იდეა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დღევანდელი პატრიარქის პირობებში. სხვა პატრიარქის მორალური ავტორიტეტი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ეს რეალიზდეს. ეხლა ის თუ კანდიდატურა ვინ იქნება და ასე შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საზოგადოება რეფერენდუმზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ეს არ არის არც დავით გამყრელიძის, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის და არც უმრავლესობის პრეროგატივა. თუ ქართველი ხალხი ამ იდეას მხარს დაუჭერს, მაშინ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შემუშავდეს შესაბამისი კონსტიტუცია პარლამენტის მიერ, უნდა დამტკიცდეს ეს კონსტიტუცია, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც ძალაში შეიყვანს ამ კონსტიტუციას და ამ კონსტიტუციით უნდა შევიდეს ძალაში რეგენტთა ინსტიტუტი. რეგენტი უნდა გახდეს მოვალეობის შემსრულებელი და მე ასეთ რეგენტად მესახება სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ჩვენ სხვათა შორის გეგმავთ ამ თემაზე ცალკე გადაცემის მომზადებას, უფრო სწორად ჩემს ტოქ-შოუში ვგეგმავთ რომ დაუთმოთ ამ თემას დიდი ყურადღება მოვიწვიოთ სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა დავით გამყრელიძეს პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში, მე შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები არიან თემური იაკობაშვილი, გია ხუხაშვილი, გია ნოდია, რამაზ კლიმიაშვილი. პირველი შეკითხვა ბატონ გია. რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატის წარმოდგენა? ბატონი დავით გამყრელიძე საუბრობდა მხედველობაზე, KDP მრეწველები შეიქმნა ალიანსი. იყო თუ არა შანსი, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას ყოლოდა ერთი კანდიდატი? ლეიბორისტებიც გაწევრიანებულიყვნენ ამ გაერთიანებაში, მემარჯვენეებიც? თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ეს ძალიან ძნელია. რამ შეუშავა ხელი? იმიტომ რომ არსებობს სხვადასხვა პიროვნული ამბიციები ერთის მხრივ, მეორეს მხრივ არსებობს სხვადასხვა შეხედულებები ტაქტიკაზე. აქ მე მგონი მემარჯვენე მემარცხენე იდეოლოგია შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. ოპოზიცია გაიყო უპირველეს ყოვლისა თვითონ ამ მიტინგების, სამიტინგო ტაქტიკის თვალსაზრისით, სწორედ ახლებმა არ დაუჭირეს ხარი და მრეწველებმა, აი ამას თქვათ სამიტინგო უფრო რადიკალურ მოძრაობას, ასე რომ იმ თავითვე იყო ეს გაყოფა. ასე რომ უფრო გასაკვირი იქნებოდა ჩემი აზრით რომ საქართველოში ესეთი რამე შემდგარიყო, ანუ ყოფილიყო სახელმწიფო კანდიდატი, ანუ არსებული პრეზიდენტი და ერთი ოპოზიციური კანდიდატი. ეს იქნებოდა ძალიან გაცილებით უფრო გასაკვირი. ბატონ თემურ, დაუშვებთ ესეთ ვარიანტს, აი რა შანსი არსებობს, თქვათ მოხსნას კანდიდატურა რომელიმე სერიოზულმა კანდიდატმა 5 იანვრამდე ოპოზიციის სასარგებლოდ. ოპოზიციის სასარგებლოდ? დიახ, აი თქვათ ძალიან ბევრი იწერება პრესაში. თქვათ დავით გამყრელიძემ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამყრელიძემ მე მგონი ძალიან სწორად აღნიშნა, რომ თუ იქნება ლაპარაკი კანდიდატურის მოხსნაზე, იქნება მხოლოდ მეორე ტურის შემთხვევაში. და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ნორმალური პოლიტიკური პროცესი, როდესაც თავის ამ არჩევნებს იყენებს ასე თუ ის კანდიდატი, ასე თუ ის პოლიტიკური ძალა თავისი იდეების პროპაგანდისათვის
და საქმეზე თუ მიდგა და გაიქნა მეორე ტური, მაშინ იქნება მოხსნა უკვე საკუთარი ხმების ასე ვთქვათ თხოვნა, რომ გადასცეს მოსახლეობამ ამორჩეველმა იმ კანდიდატს, რომელზეც გადაწყვიტავს ესეთი პოლიტიკური ძალა. მე არ მგონია რომ პრაქტიკულად ეს მოხდება, არჩევნებამდე მოხსნა, ვერ ვხედავ ამის სოლიდურ მიზეზს, ამას არ გამოურიცხავ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მეორე ტური. ბატონ რამაზ, აი ობიექტური შედეგებით და მიზეზებით რომ ვიმსჯელოთ, დღეს ყველაზე დიდი შანსი პრეზიდენტობის ვის აქვს? ეს არის მოქმედი პრეზიდენტი თუ რომელიმე ოპოზიციონერი? დღეს რო იყოს არჩევნები, ეს ექნება ემოციურ ტალღაზე. 5 იანვარს. არა, მე იმას ვამბობ, 5 იანვარამდე შეიძლება უამრავი რამე მოხდეს. ესე იგი, აი მაგალითად გუშინ ინტერნეტში ვნახე ბოლო გამოკითხვით, თქვათ, სააკაშვილის 28.6%, მაგრამ 5 იანვარამდე მან მინიმუმ 10-15% სულ ადვილად მიიღებს. იმიტომ რომ ემოციები ცოტა დაწყნარდება იმ დროისთვის, ბევრი სოციალური პროგრამები ახლა მწუთას ვნახეთ, თქვათ კახეთში დღეს რა ყოფილა, ესეთი ისინი წავა, აიძულებენ ბიზნესმენებს, რომ საჩუქრები ჩაუტანონ სხვადასხვა მოსახლეობას და გაცილებით გაიზრდება, მაგრამ მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ მიაღწიოს 50%-ს. და ამ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მეორე ტური ეს არის ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტი. მეორე არჩევნების მეორე ტური, თორე ჩვენ სამი პრეზიდენტი ყავდა და სამივეჯერ 90% და მეტი მიიღეს და ეს არადემოკრატიულია. და თუ იქნა გამარჯვებული, ვთქვათ, რომ მიიღო 52%, აი როგორც იგივე ამერიკის პრეზიდენტმა 55%, ეს არის ნამდვილი გამარჯვება დემოკრატიის პირობებში. 90% არ წამს არც მე და არავის თავისუფალ სამყაროში. ბატონ გია, საჭირო იქნება მეორე ტური თქვენი აზრით? რა არის ეცეთ, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც დღეს გამოხატეს ჟურნალისტებმა. ეს მნიშვნელოვანია იმედი ჟურნალისტებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მე ვიტყვი ეს მნიშვნელოვანია თქვენთვისაც, თქვენი მომავალი კარიერისთვის, ყველა იმ ჟურნალისტთვისაც, ვინც ამაზე მოაწერა ხელი. იმიტომ რომ სხვანაირად მე მგონი ძალიან ბევრ ჟურნალისტს გაუჭირდებოდა მომავალ საქართველოში მოღვაწეობის გაგრძელება. რაც შეეხება ამ კითხვას, მე ძალიან გამიჭირდება ამაზე პასუხისგაცემა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის აღდგენილი ქვეყანაში. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ საკმაოდ სერიოზული ზეწოლის, გარკვეულწილად პროპაგანდისტული რაღაც სიმპტომები, პროპაგანდის სიმპტომები დგას, აი მე მაგალითად ეხლა სამი მანქანა მithვალთვალებს დამდევს და აი აქაც მოსულები არიან, შეგიძლიათ გაიხედოთ და ნახონ საკმაოდ ისე ღიად მithვალთვალებენ, ვინ არიან, რა არიან, არ ვიცი, ეხლა გუშინ გამოძიებას გუშინ დოს ვკითხე, მაგრამ მეუბნება რომ პრინციპში ისინი არაფერ შუაში არ არიან. მე უბრალოდ მინდა ვთქვა ის, რომ ამ ვითარებაში, ანუ არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ ვითარებაში. თუ არ არის ყველა ინსტიტუტი ნორმალურად ფუნქციონირებადი ქვეყანაში, ამ შემთხვევაში დგება ლეგიტიმაცია არჩევნების საკმაოდ სერიოზული ეჭვის ქვეშ და ჩვენ ვიცით რა განწყობაა ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობაში დღევანდელ დღეს, ხო? აქედან გამომდინარე, მე პროგნოზებს უბრალოდ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე არ ვიცი რას ველოდო ხვალ. მე არ ვიცი, ხვალ შეიძლება ნახევარი ოპოზიცია ციხეში აღმოჩნდეს, იმიტომ რომ შეთქმულებაში არიან. მე ისეთი ფილმი ვნახე გუშინ წინ, რომ ასე შემდეგ მეც ვიყავი დაკითხული შეთქმულების თემაზე, გუშინ მთელი დღე დაკითხვაზე ვიყავი, თუმცა არ მესმის რატომ და სასაცილოა საერთოდ მე და შეთქმულება ერთად ხო ეს იმდენად შორს დგას. მე მგონი ყველა მიცის რომ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია. ჩვენ უნდა გვესმოდეს პირველ რიგში ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და მთლიანად საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ერთი საზოგადოების ნაწილი. ჩვენ არა ვართ ერთმანეთის მტრები. ჩვენ უახლოეს პერიოდში, უახლოეს კვირებში უნდა გავაცნობიეროთ ეს, რომ მე შეიძლება ვიღაცა ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ის არის ამ საზოგადოების ნაწილი და მას აქვს უფლება. ბატონ გია გულისხმობდა ტელეკომპანია იმედს. ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ყოველთვის ობიექტურობაზეა საუბარი ყველა არჩევნების წინ და ყველა არჩევნების შემდეგ საქართველოში. დღეს აი ეს დამკვირვებლები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, უზრუნველყოფენ ობიექტურობას არჩევნების. იმედის საკითხი აი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ უნდა გაიხსნას წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, შეიძლება გამოცხადდეს არალეგიტიმურად არჩევნები ოპოზიციის მხრიდან. და დამკვირვებლები პირველი დამკვირვებლები ვერასოდეს ვერ უზრუნველყოფენ არჩევნების ობიექტურობას. დამკვირვებლები რომ არიან ეს კარგია, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი.
რა თქმა უნდა, იმედის არ გახსნა ეს ნეგატიური ფაქტორია. ანუ ეს ნიშნავს მედია სივრცის დაბალანსებულობას, ასე ვთქვათ, მაგრამ რაღაც ისე მე ვისურვებდი, რომ იმედი გაიხსნას და იმედის პირობებში იყოს ეს არჩევნები, მაგრამ თავისთავად ის რომ მარტო იმედის არ გახსნის გამო ეს რაღაც არალეგიტიმურად გამოცხადდეს საზოგადოდ, ესეც გაზვიადებაა. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანუ არჩევნების ობიექტურობა დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე და შეუძლებელია ის დავიყვანოთ ერთზე. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, სადაც არსებობს დემოკრატიის რაღაც ელემენტები, მაგრამ არ არსებობს ჩამოყალიბებული, მართლაც დაღვინებული, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ინსტიტუტები, არჩევნები ყოველთვის მეტნაკლებად ეჭვის ქვეშ დგება. მეტნაკლებად. აი, აქ ითქვა, რომ კარგია, რომ 51%-ით მოიგოს პრეზიდენტმა ან 12-ით, მე ვეთანხმები, რომ ზოგადად ეს კარგია, მაგრამ საქართველოში შეიძლება კარგი არ იყოს, იმიტომ რომ 51%-ით რო იგებს პრეზიდენტი, ვიღაცა კანდიდატი, მაშინ ვედგება ეჭვის ქვეშ, რომ იქ სადღაც გააყალბეს რომელიღაც რაიონში, თქვა და იმ 1%-ის არ დაიჯერებენ, რომ ეს 1% მართლაც ბოლომდე სწორია. ამიტომ საქართველოს იდეალური პროცენტი რომელიც ეს აღნიშნავს 90 უნდა იყოს, ხო? და არ მოუწოდებ არავის რომ 90%-ები იყოს, მაგრამ მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს სირთულე არის. საქართველოში პრობლემა არის ერთის მხრივ, რომ მართლაც არ არის დემოკრატიული ინსტიტუტები იმდენად ჩამოყალიბებული, რომ გარანტია ქონდეს ნებისმიერ შემთხვევაში სრულყოფილად ობიექტური არჩევნების. მეორე პრობლემაა, რომ დამარცხებულები როგორც წესი არ აღიარებენ დამარცხებას, მაშინაც კი, როდესაც ეს საკმაოდ ცხადია. ეს ორივე პრობლემა გქონდა ჩვენ წლების განმავლობაში და დიდი შანსია, რომ არჩევნებში ჩვენ კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს უნდა მოვისმინოთ, გია მაისაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა, ბატონ გია. გამარჯობათ. ბატონ გია, აი პირდაპირ გითხავთ, გულწრფელად მიპასუხეთ, როგორ აფასებთ თქვენ შანსს, აი დღევანდელი გადასახედიდან, საჭირო იქნება მეორე ტური თუ პირველ ტურში გაიმარჯვებთ, თუ აი თქვენი შანსი როგორია? მე დღეს დავიწყე ოფიციალური ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია. პირველი შეხვედრა გქონდა ჟორდანიას ინსტიტუტში მედიკოსებთან და თქვენ მოგწონდით და ეს არის თქვენი სატელევიზიო ჯგუფი ესწრებოდა და ალბათ თქვენ იცით რა ენთუზიაზმია რა სიხარულია, როგორი კვალიფიციური კითხვებია, როგორი ინტერესია. აი ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორია ჩემი შანსი. ჩემი შანსი იქნება ძალიან მაღალი, თუ მე მომეცემა შესაძლებლობა ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები გამოვიწვიოთ დებატებში და დებატები იყოს სხვადასხვა თემაზე. მთავარი თემა საქართველოში არის ეკონომიკა. ცალკე დებატები უნდა გაიმართოს მოქმედი დროებითი პრეზიდენტის მონაწილეობით და ძირითადი სხვა კანდიდატების მონაწილეობით ეკონომიკაზე. ბატონი, დებატები განათლების სფეროს, ცალკე დებატები საგარეო პოლიტიკაზე. ბატონი, უნდა აღვნიშნო, მე ძალიან გამიჭირდა დღეს აი დებატებზე მოყვანა საპრეზიდენტო კანდიდატებისა, მათ უბრალოდ არ მოინდომეს ერთად ერთ სტუდიაში ყოფნა, მათ ცალ-ცალკე მოითხოვეს დრო და ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. სამწუხაროა, რომ ესეთი კულტურაა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა რაოდენ დიდ პატივსაც არ უნდა ვცემდე მე ხა თქვენს სტუდიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. ექსპერტების საქმე არ არის საზოგადოებრივი აზრის შექმნა და თქმა იმისა, რომელ კანდიდატს აქვს უფრო დიდი შანსი. ეს არის დამახინჯება საზოგადოებრივი აზრისა. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება კანდიდატებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომ მათ წარმოადგენენ თუ თავის აზრს გამოთქვამენ და თავისი აზრი, მაგრამ ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში, მათ უსმენს საზოგადოება, ბატონი. პოპულარობით სარგებლობენ, ეს არაფრის ანიშნებელი არ არის. პოპულარობა არ არის, თავარი არის სწორი საღი აზროვნება და ჯანსაღი მიმართულება აზროვნებაში. რასაკვირველია, მე არ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ არც მათ სიჯანსაღეს და მათ პოპულარობას, მაგრამ თავარი განსაზღვრელი არის ამა თუ იმ კანდიდატის მომავლისა
ჩვენი მოსახლეობა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, დემათ ნახონ ესე მიუკორძებებლად, ესე ყოველგვარი სახელმწიფო რესურსის ჩარევის გარეშე დასხდნენ მთავარი კანდიდატები და წარმოადგინონ მათი გეგმა, მათი პროგრამა, მათი ხედვა, კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ უნდა დადგეს ფეხზე თანამედროვე ეკონომიკა, როგორ უნდა შეიქმნას თანამედროვე პროგრამას, თქვენს პროგრამას როდის ვიხილავ დაწერილს მე წავიკითხე თქვენი ბუკლეტი ასე დავარქვათ, სადაც იყო ეს სურვილები, ძალიან კარგი ტექსტი იყო, მაგრამ აი დაწერილს როგორც დოკუმენტს, როგორც პროგრამას ჩვენ როდის მივიღებთ, როდის გავიგებთ, როგორი ხედვა აქვს გია მაისაშვილს, დიახ, შემდეგ კვირას. შემდეგ კვირას გვექნება პროგრამის პრეზენტაცია, სადაც იქნება ეს დაბეჭდილი და მოსახლეობას დაურიგებთ. ეს არ არის სურვილების ჩამონათვალი, ეს არის კონკრეტული სქემა, კონკრეტული მექანიზმი, როგორ ყალიბდება სახელმწიფო მშენებლობა, როგორ მიმდინარეობს, თანამედროვე ეკონომიკა როგორ იქნება, თანამედროვე ეკონომიკა როგორ არის მიმული თანამედროვე განათლების სისტემაზე, განათლების სისტემა და ეკონომიკა როგორ არის დამოკიდებული სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის საზოგადოების, სადაც მაღალი ნდობის ფაქტორია და აი ესეთი დიდი სოციალური კაპიტალის გარეშე თანამედროვე ეკონომიკა როგორ შეიქმნება, თანამედროვე და ჯანსაღი საზოგადოება როგორ შეიქმნა, როგორ უნდა შექმნათ სოციალური კაპიტალი, როგორ უნდა იყოს სოლიდარული საზოგადოება, ეს ერთი მეორესთან როგორ არის გადაჯაჭვული, ეს როგორ ქმნის შესაძლებლობების საზოგადოებას თითოეული ჩვენი მოქალაქეისათვის, როგორ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი ისე რომ არა პატარა ვიწრო გუნდით, რომელი პრეზიდენტიც არ უნდა გახდეს, რომელი კანდიდატიც პრეზიდენტად, რომ მან თავისი ვიწრო გუნდი არ მოიყვანოს და პოლიტიკურ პროცესში დანარჩენი ადამიანები პოლიტიკური პროცესის მიღმა არ დატოვოს, როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური პროცესის გაღრმავება, გახსნა და როგორ უნდა შეიქმნას საყოველთაო ნიჭიერებაზე დაფუძნებული მთავრობა. თქვენი გუნდის შესახებ რა შეგიძლია გითხრათ? ჩემი გუნდი არის საქართველო. როგორ შეიძლება, როდესაც ირჩევენ პრეზიდენტს, გუნდს კი არ ირჩევენ, ირჩევენ პიროვნებას, მისი წარსულით, მისი აწმყოთი, მისი მომავლის ხედვით, მისი ხასიათის ერთობლიობით, მისი გონების გამჭრიახობით და ყველაფრით ამით. ბატონო, აი შეგიძლიათ გითხრათ აი კონკრეტულ შეკითხვას დაგისვამთ. როდესაც ესეთი პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება პრეზიდენტი, შემდეგ ეს პრეზიდენტი, არჩეული პრეზიდენტი აყალიბებს გარდამავალ გუნდს. გარდამავალი გუნდის სათავეში აყენებს მისი ნდობით აღჭურვილ პიროვნებას. და ეს პიროვნება შემდეგ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და ყველგან, ასე რომ ბრიტანეთი არ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მაგრამ ჩამოყალიბების პროცესი ესეა. გარდამავალი გუნდი შემდეგ იწყებს ძიებას ღირსეული კანდიდატებისას, არა თავისი ვიწრო პარტიული გადასახედიდან, არამედ რასაკვირველია მისი იდეოლოგიური ხედვიდან გამომდინარე, სად არის სულ ყველაზე საუკეთესო ნიჭი, სად არის ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა ამა თუ იმ მიმართულებით, ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრისათვის, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისათვის, ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისათვის და პრეზიდენტი ესე აყალიბებს კაბინეტს. ესეთი იქნება ჩვენი სტილიც და ესე ჩამოვაყალიბებთ ჩვენს კაბინეტს. ასე რომ ჩემი გუნდი არ არსებობს, ჩემი გუნდი არის ის მხარდამჭერები და ის შტაბი, რომელიც ამ გამარჯვებას უზრუნველყოფს. თორე შემდეგ, როდესაც გავიმარჯვებ, ჩემი გუნდი იქნება მთელი საქართველო. აი ბატონო, ორი მთავარი პრობლემა, პირველი ეს არის უმუშევრობა, მეორე ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. როგორი აი თქვენი ხედვა, ვთქვათ, ავიღოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი? აი რაიმე გეგმა თუ გაქვთ ამ კუთხით? საკურველია გვაქვს ტერიტორიული მთლიანობა და ასევე უმუშევრობა ორი ყველაზე უმძაფრესი საკითხია. დავიწყოთ ტერიტორიული მთლიანობით. ტერიტორიული მთლიანობა უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ და მხოლოდ მესამე ძალის გამოყენებით და ზეწოლის განხორციელებით აფხაზებზე და ოსებზე, არამედ მათთან პირდაპირი ალალი და უშუალო გულწრფელი დიალოგის მეშვეობით, რომ ჩვენ აფხაზებს უნდა მივცეთ კონსტიტუციური გარანტია, რომ თუ საქართველოში პრეზიდენტი იქნება ქართველი, რაღაცა დონით პრემიერ-მინისტრი ან ასევე მაღალი თანამდებობის პირი უნდა იყოს აფხაზი. როდესაც საქართველოს პარლამენტის სენატის, თქვათ, ორიარუსიან პარლამენტის პირობებში, სადაც, თქვათ, რეგიონებს ეყოლება სენატში თავისი წარმომადგენლობა უნდა იყოს იქ და ვერც ერთი პლებისციტი ძალაში ვერ შევა, თუ აფხაზური მხარე ამას არ გაითვალისწინებს. ერთ სიტყვით, კონსტიტუციური გარანტიები, კონსტიტუციურად უნდა იყოს ეს გაფორმებული, რომ აფხაზებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ. აი ყველაფერი ამის შემდეგ, როდესაც აფხაზები დარწმუნდებიან ჩვენ
ამ კეთილნებაში ადვილი იქნება მათთან კონტაქტი და კეთილინება უნდა ვანახოთ ჩვენ. საქართველოს აქვს მომავალი თუ საქართველოში აი ეს თქვათ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ჩვენთან ერთად იქნებიან მაშინ თუ საქართველოს იქნება სამართლიანი, ეკონომიკურად თანამედროვე და მოწინავე ქვეყანა. ეს უნდა შევქნათ და პარალელურად უნდა დავიწყოთ აფხაზებთან ურთიერთობა, ოსებთანაც ურთიერთობა. არა მესამე ძალის გამოყენებით, არამედ პირდაპირ მათთან ძალიან დიდი მადლობა ბატონ გია ჩვენ 5 იანვრამდე ალბათ ბევრი გადაცემა გვექნება. ეკონომიკაზე არ გაინტერესებთ საუბარი? უმუშევრობაზე გკითხეთ. ჩვენ ეკონომიკაზეც ბევრს ვილაპარაკებთ, ამ კონფლიქტზე თქვენ საარჩევნო პროგრამაზე. ეკონომიკიდან გამომდინარეობს, როდესაც ეკონომიკაში არანაირი დინამიზმი არ არის, უმუშევრობაც არ იქნება. როდესაც საგანმანათლებლო პოლიტიკა არ არის, ეს უმუშევრობა იქნება. ჩვენ გლობალურ გარემოში ცხოვრობთ. ერთადერთი ამუნიცია, რაც უმუშევრობას პრეზიდენტს შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქეები უმუშევრობისგან, ეს არის ჩვევების და აღჭურვა თანამედროვე უნარჩვენით, სპეციალიზირებული განათლებით. აქედან გამომდინარეა მე რომ ვამბობდი რომ ეკონომიკა და განათლების პოლიტიკა ერთი და იგივე ერთმანეთზეა გადაჭრილი. მადლობთ ბატონ გია, ჩვენ შევეცდებით ყველა კანდიდატი მოვიწვიოთ სტუდიაში, არ ვიცი ეს რამდენად. და ძალიან დიდი თხოვნა რომ საჯაროდ ხალხის დასანახად ჩვენ ვილაპარაკოთ არა ლანძღვაზე და გინებაზე, არამედ ვილაპარაკოთ კონკრეტულად როგორი მექანიზმით უნდა ავაღორძინოთ ეკონომიკა, როგორ გადავწყვიტოთ უმუშევრობა, საგარეო პოლიტიკა, განათლების სისტემა, ჯანმრთელობის დაცვა და ასე შემდეგ. როგორ უნდა ვაქციოთ საქართველოს თანამედროვე ქვეყნა და მე მოვუწოდებ ყველა მოსახლეობას რომ 5 იანვარს არის არჩევანი უგუნურობასა და გონიერებასა. უგულობასა და გულიანობას შორის და 5 იანვარს ძვირფასო მეგობრებო, მიეცით ხმა მომავალს, თქვენ შვილებს და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია, პრეზიდენტობის კანდიდატი გია მაისაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბატონებო, მოусმინეთ ორ კანდიდატს, დავით გამყრელიძე გამოვიდა გია მაისაშვილი, გვეყოლება კიდევ ერთი კანდიდატი ავთანდილ მარგიანი. თუ ხედავთ პოლიტიკოსებს, აი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, მათ პროგრამებს შორის რაიმე დიდ ცვლილებებს, დიდ სხვაობას ერთმანეთისგან. ბატონ რამაზ. ეხლა მარტო მოსმენით ძნელი არის, ძალიან ცოტა მოვისმინეთ და დოკუმენტები ყველა უნდა წინ გვედოს და მასე მერე ვიმშელებთ. ეხლა რთული არის ასე უცებ თქვათ, რომ არის განსხვავება, მაგრამ ეს სწორედ, მე სწორედ ის მომწონს, რომ არ არის ერთიანი კანდიდატი. ვამბობდნენ, რატომ არ არის ერთი კანდიდატი. ეს იქნებოდა მოსაწყენი, ეს იქნებოდა ხალხის დაბნება უფრო ვიდრე დღეს არის, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ეს რამდენიმე სერიოზული კანდიდატი არის ოპოზიციიდან, ეს არის ძალიან კარგი, ხალხს მიეცემა საშუალება თვითონ აირჩიოს, ეს ნახოთ პიროვნებებიც, მათი პროგრამებიც და ეს იქნება ერთგვარი პრაიმერი, იმიტომ რომ მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მეორე ტური. ესე პირველი ტური ეს იქნება პრაიმერი და მოსახლეობა იტყვის ამ ოპოზიციური რამდენიმე სერიოზულ კანდიდატში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კანდიდატები იქნება დამერწმუნეთ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე იქნება ღირსეული და მოსახლეობა თვითონ იტყვის. და ეხლა ბატონმა გიამბძანა ექსპერტებს მოусმენთო ბატონო ჩვენ არ ვიტყვით რომ ვისმისეთ თქვენ ხმა თვითონ მოსახლეობა უნდა გადაწყვიტოს ჩვენ მხოლოდ უფლება მე მგონი მაინც გვაქვს მეც ერთ-ერთი ამორჩეველი ვარ და ჩემ თავზე მე შემიძლია თქვა ვისმისებ ხმას თუმცა ჯერ გადამწყვეტ ბატონ თემურ როგორი საარჩევნო კამპანია გველოდება საპრეზიდენტო კამპანია საინტერესო იქნება და რითი იქნება ის საინტერესო პირველ რიგში მხიარული იქნება არის გარანტია ალბათ საფუძველი აი ყველაფერი რაც მოვისმინე. ნუ უფრო სერიოზულად შევხედავთ, რა თქმა უნდა, იქნება საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩანს, რომ იქნება იდეათა ჭიდილი. და არა მარტო იდეათა ჭიდილი, არამედ იქნება ჭიდილი ამ იდეების განხორციელების, ცხოვრებაში გატარების, გზების, საშუალებების, ვადების შესახებ. ასევე იმ ხალხის შესახებ, ვინც ეს იდეები უნდა განატაროს ცხოვრებაში, ეს იქნება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მეფე, თუ არ ვიცი მე კიდე რა. ყოველ შემთხვევაში დედოფალი. ხო, დედოფალი, რატომაც არა. ხო, ანუ უნდა ვნახოთ ჩვენი გუნდი, ხა საქართველოს ჩემი გუნდია ძალიან კარგია, მაგრამ მაინც ის გუნდი პროფესიონალებისა, რომლებიც გაატარებენ ცხოვრებაში ამა თუ იმ პროგრამას. ანუ პროგრამების დაწერა არც ისე ძნელი საქმეა. არც დიდი სხვაობა მაინც და მაინც არ იქნება ამ პროგრამებს შორის. პროგრამებზე ამბობენ, რომ ეს არის გარკვეულად სურვილები
ქართულ პროგრამებზე ამბობენ, რომელიც საქართველოში ყველა პროგრამებზე ამბობენ, რომ სურვილებია. თავარი რა არის? თავარის კი არის პროგრამაში რა წერია და ვინ კარგად ლაპარაკობს და ვის მაგარი გალსუკი უკეთია, ან არ უკეთია. თავარი არის ის, რომ ამა თუ იმ კანდიდატმა თქვას, რომ მე ამას გავაკეთებ და მარტო ეს კი რომ ამას გავაკეთებ, მე ამას გავაკეთებ აი ამ ხალხით და უნდა გვანახონ ის ხალხი, ვინ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, გითხრან ვინ არის, ვისთან ერთად აპირებ ამის კეთებას, ხო? მე რა ვადებში აპირებ ამის კეთებას? ეს არის ერთჯერადი დაგეხმარე რაღაცით, თუ ეს არის რაღაცა პირველ წელს ეს ხდება, მეორე წელს ეს ხდება, მესამე წელს ეს ხდება და გაწერილი და ალბათ უშუალოდ უნდა ილაპარაკონ არა მარტო საპრეზიდენტო კანდიდატებმა, არამედ მათი გუნდის წევრებმა და თქვან თუ როგორ ხედავენ ისინი ამ ყველაფრის განხორციელებას. ბატონ გია, აი გუნდზე საუბრობდა ბატონი თემური, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს ყავს ასეთი გუნდი? ну რა თქმა უნდა არ საუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც დაკომპლექტებული ყავს მთავრობა. არც ერთ არ აყავს ასეთი გუნდი, იმიტომ რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტიები საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიების საფუძველზე ჩამოაყალიბოს ამ მინისტრთა კაბინეტი. ასეთი გუნდი არ ყავდა არც მიხეილ სააკაშვილს, როცა ის მოდიოდა, არც თქვა ედუარდ შევარდნაძეს არ ყავდა, როცა მოდიოდა. ისინი ყველანი ფიქრობდნენ, რომ ჯერ მოვავალთ ხელისუფლებაში და მერე, ნაწილობრივ რა თქმა უნდა, მათი უშუალოდ თქვა შტაბისგან, ნაწილობრივ შეიძლება სულ სხვა ადამიანებისგან შექმნიდნენ მთავრობას და ეს არის პრობლემა, რა თქმა უნდა. ბატონი გიას გამოსვლა ცოტა ექსტრავაგანტული იყო ამ თვალსაზრისით, რომ საქართველოა ჩემი გუნდი, რომ თითქოს რომელიმე ქვეყანაში ასე არის, რომ ბუში თქვა იტყოდა, რომ ამერიკაა ჩემი გუნდი, არა ბუშის გუნდია რესპუბლიკური პარტია ჯერ ერთი, მაგრამ იმ რესპუბლიკურ პარტიაშიც გარკვეული ადამიანები. და რა თქმა უნდა ჩვენ რო ვაძლევთ ხმას პიროვნებას, მაგრამ ამავე დროს რაღაც წარმოდგენა უნდა გქონდეს გუნდზე. რაღაც შეიძლება მთლიანად მინისტრთა კაბინეტი მზად არ იყოს, მაგრამ რა ტიპის ხალხია ყოველ შემთხვევაში. უნდა ვხედავდეთ რამდენიმე ადამიანს მაინც რა ტიპის ხალხს ვაძლევთ ხმას. ეს ძალიან სერიოზული და ღრმა პრობლემაა. ძალიან დიდი პრობლემაა. ბატონ გია, ეს არის ვიწრო პარტიული პრობლემა თუ ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა, რომელსაც არ აყავს კვალიფიცირებული კადრები? ეს რა თქმა უნდა, არა, კვალიფიცირებული კადრებს თავი გავანებოთ. ეს პრინციპში ქვეყნის პრობლემაა, რაც თქვენ თქვით, რომ პროგრამას აძლევენ ხმას თუ კანდიდატებს აძლევენ, ხო? პრინციპში ჩვენთან სამწუხაროდ საზოგადოება ჯერ არ მისულა იმ ზღვარზე, როდესაც პროგრამების ჭიდილი ხდება და არა დაუშვათ პიროვნებების. მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, ანუ ექსტრემალურ ვითარებაში, ვადა არის ძალიან მცირე, რომ გქონდეს ძალიან გადასარევი პროგრამა, უბრალოდ მისი წარმოჩენის არანაირი თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ხო, სულ ორ თვეზე ნაკლებია არჩევნებამდე დარჩენილი. აქედან გამომდინარე დღეს პროგრამებზე ლაპარაკი, მე ვფიქრობ არის წყლის ნაყვა. გარდა ამისა, ამ ექსტრემალურ ვითარებაში ჩვენ მივიღეთ სურათი დაახლოებით ესეთი, რომ ეს არჩევნები კი არ არის, ეს არის გარკვეულწილად რეფერენდუმი. ანუ აქ არ ირჩევენ ვიღაც კანდიდატს. ეს არის სარეფერენდუმო კითხვა, გინდათ ეს ხელისუფლება თუ არ გინდათ ეს ხელისუფლება. სამწუხაროდ ამ არჩევნებმა აი ესეთ ექსტრემალურ ვითარებაში მიიღო აი ესეთი სახე. ეხლა რაც შეეხება თვითონ ლოგიკას, ბევრი კანდიდატი ჯობია თუ ერთიანი კანდიდატი, მე მაგალითად დავით გამყრელიძის ლოგიკა ჩემთვის მისაღებია, თუმცა სხვა ლოგიკაც არსებობს. მე ეხლა არ ვიტყვი რომელი ჯობია, ეხლა ერთიანი კანდიდატი ყოფილიყო თუ ცალ-ცალკე, მაგრამ ეს ყველა ვარიანტი არის სარეფერენდუმო თემა. მე მგონი ეხლა ოპოზიციამ საერთოდ ამ თემაზე საუბარს თავი უნდა გაანებოს. ჩვენ მივიღეთ გარკვეული კონფიგურაცია, როდესაც არის ბევრი კანდიდატი. ეხლა ეს ამბიციების გამოა თუ ლოგიკური არჩევანია, ეს ცალკე საკითხია. მივიღეთ კონფიგურაცია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შვიდ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები. ამას სჭირდება პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენა და აქ არ გულისხმობ მხოლოდ იმედს. დემოკრატიული ინსტიტუტები არის ის დაუშვათ აი ის საკითხები, რომ ვიღაცები ეჭვმიტანილები არიან, რაღაც FSB, აი რაღაც ესეთი ითრგუნება საზოგადოება პარალელურად და ეხლა ესეთ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენთ თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დააპატიმრონ. ბატონ გია, ჩვენ კიდევ ერთ კანდიდატს მოусმენთ, ავთანდილ მარგიანი უკვე პირდაპირ ეთერშია. ბატონო ავთანდილ, საღამოშვიდობისა. გამარჯობა ბატონო ვახტანგ. ბატონო ავთანდილ, გესმით ჩემი ხმა? საღამოშვიდობისა. კარგად მესმის მივესალმები ჩვენს მეგობრებს იქ თქვენს გვერდით. პრობლემა ამას ალბათ გესმით არა? მანამდე ისე არ გესმით? გია. ხომ დავაბნიათ ერთგვარად მაყურებელი, აი თუნდაც ამ გადაცემაში, რომ არ იცის ვის მისცეს ხმა, აი პროგრამას, კანდიდატს
საუბრობთ რომ პროგრამა ყველა ერთმანეთს გავს კანდიდატებიც კანდიდატები ისე ძალიან არ გვანან ერთმანეთს როგორც პროგრამები ალბათ ეს უნდა ვთქვათ ну მაყურებელი თვითონ გადაწყვეტს ალბათ რის მიხედვით მისცემს ხმას ზოგისთვის მართლაც მხოლოდ პიროვნებაა მნიშვნელოვანი ზოგისთვის შეიძლება რაღაც გარკვეული პროგრამული დებულებები მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ პროგრამა ცოტა აბსტრაქტულია და არც ერთ ქვეყანაში რაღაც დიდ პროგრამებს და რაღაც ხედვებს ფილოსოფიურ ხედვებს იმსეთ ყურადღებას არ აქცევენ მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და მე მგონი თქვენს უკეთესიას თქვენმა კოლეგებმა რაც შეიძლება უფრო კონკრეტული კითხვები დასვათ არა ის რომ ვთქვათ როგორ აპირებ ეკონომიკის მოვლას არამედ რაღაც ძალიან ცალსახა პრობლემასაც. ნუ მაგალითად ვიტყვით, აფხაზეთი როგორ გადავწყვეტ ეს პრობლემა, გასაგებია რომ კარგია რომ აფხაზებს ელაპარაკო პირდაპირ და იმას შეუყვარდეთ, შეაყვარდეთ. ამ გადაცემაში მაგრამ თქვა აი ასე შეკითხვას, მაგრამ ნუ პასუხი მივიღეთ. მაგრამ ასეთ შეკითხვას დავსვამდი, თქვა. რომელიღაც დილას, რომელიმე დღის რუსეთმა ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რასაკეთებს დღის 12 საათზე თუ საღამოს თუ მეორე დილის საქართველოს პრეზიდენტი რა კონკრეტულ ნაბიჯებს აი ამ ძალიან კარგი შეკითხვა აი ამ შეკითხვას დავუსვამთ ბატონ ავთანდილ მარგიანს ოდნავ მოგვიანებით რა თქმა უნდა ბატონ ავთანდილ საღამოშვიდობისა გესმით ჩემი ძალიან საინტერესო ბატონ ვახტანგ გესმით თუ არა ბატონ ავთანდილ რუსეთთან ერთად მე კარგად მესმის კარგად მე მივესალმები ჩემ ხალხს ქართულ ხალხს ულოც არის მის ბატონ ვახტანგ მივესალმები ჩემ ქართულ ხალხს ულოცავ გიორგობას მრავალს დასწრებოდეს ბედნიერად მალე დაეძლიოს ის დუხჭირი და ნაღვლიანი ცხოვრება იმედი არის მივესალმები ბატონ დავითს გამკრელიძეს ბატონ გია მაისაშვილს ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და ყველა კანდიდატს პრეზიდენტობის უსურვებ ნამდვილ წარმატებას ქართველი ხალხის საბედნიეროდ ბატონო ავთანდილ რაც შეეხება პოლიტოლოგებს მივესალმები მე ესენი ჩვენი ძველი მეგობრები არიან და ეს პოლიტოლოგები კი არიან ჩემთვის ესენი არიან ქართული პოლიტიკური სხეულის დიდი ექიმები ეკონომიკურ გაგებაშიც ვინც მაგათ დაუჯერებს განსხვავებული პოზიციები აქვს პრეზიდენტო კანდიდატებს ვინც მაგათ დაუჯერებს არასოდეს არაფერს არ წააგებს უნიჭიერესი ადამიანები არიან მე ყველას ახლოს ვიცნობ განსაკუთრებით კლიმიაშვილის რჩევებით ორჯერ წარმატებას მივაღწიეთ ჩვენმა გუნდმა არჩევნებში. მერეც როცა სახელმწიფო პოსტზე ვიყავით, არასდროს მაგათთან რჩევები არ დაგზარებია და ბევრი რამე კარგი ურჩევია ხუხაშვილსაც, რა თქმა უნდა თემურისაც ბატონს და კიდევ იქ ბატონი გია ნოდია რომელმაც ნოდია ხო არის და თანაც ნოდია სხვა რამეშიც მაგარი ვაჟკაცი კაცი. ბატონო ავთანდილ, ბატონმა გიამ დასვა ასეთი შეკითხვა. ვთქვათ, ამადამ რიცხვში, ამადამ საათზე რუსეთმა ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მაშინ რასაკეთებს პრეზიდენტობის კანდიდატი ამჟამად და ვთქვათ, გახდით პრეზიდენტი ავთანდილ მარგია. გამორიცხული ეგეთი რამე არ მოხდება არასოდეს. და თუ ცნო, მაშინ სვანეთს შეუერთებ აფხაზეთს. გამზადებულია ყველაფერი. ახლა ბატონო ვახტანგ, ჩემ ხალხს მივესალმები მრავალს კიდე ერთხელ დასწრებოდეს ბედნიერად გიორგობას, ხვალ ასეთი დიდი დღესასწაული გვაქვს და სვანეთში განსაკუთრებული დღე არის ეს, ესეთი დღე არის რომ სასწაული რაღაცა არის. მე პირდაპირ გეტყვით რომ უნდა დამთავრდეს უკვე საქართველოში სოროსიზმისა და ამ უბედური პოლიტიკის ფარული პროცესების განვითარება. აშკარა არის რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობს ქართველი ხალხის ნაციონალური და სოციალური დამონების ფარული პროცესები. რის შედეგადაც მივიღეთ ერთი მუჭა გაბატონებული და მილიონობით, ესე იგი მძარცველთა გაბატონებული და მილიონობით გაძარცულთა დამონებული კლასები. ბატონო ავთანდილ, თქვენი ლოზუნგი არის შეკითხვას დაგისვამთ ბატონო ავთანდილ და ბრძანეთ რუსეთთან ერთად დასავლეთისკენ, აი ესეთი ლოზუნგი წავიკითხე, როდესაც არა, მე დამაბრალეს რომ მე იქნებ განმარტოთ ეს როგორ მოხერხდება რუსული ხარშენო იქ ვიღაცებს წამოწდა და მე პრორუსულიც ვარ და ჩვენი გუნდი პროუკრაინულის, პროთურქულის, პროსომხულის და პრო სიტყვა ეთყობა არ ესმით მაგათ პროცუდიას ეს ერთი ასო რომ მოყვება ცუდი მერე მაგას საერთოდ ჩვენ ვართ ილიას მართლმადიდებული ქვეყნის გაგების
ენის, მამულისა და სარწმუნოების iliasეული გაგებით, ერეკლეს ხედვით, აღმაშენებული საქმიანობით და რა თქმა უნდა, პატარ-პატარა მომენტებში სტალინური სიმტკიცეც გვჭირდება. ახლა რა არის? ჩვენ არასოდეს არ ვიკადრებთ და არც მიკადრია რომ ხალხს რამეს დაუპირდეთ და ის არ შევასრულოთ. ერთი ვინმე შემახსენოს ან მე ან ჩემი გუნდის წევრებს, გუნდით ვარ მოსული მე, მაგრამ ვემზადებოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის. საპარლამენტო არჩევნები უნდა შემდგარი იყო იქ, როდესაც კონსტიტუციით ამას ჰქონდა მიჩნეული ვადა, მაგრამ ნუ იცით რაც მოხდა ბოლო წლებში და მეგონა რომ გამოასწორებდნენ ამას. ჩვენ როცა ვითხოვდით საპარლამენტო არჩევნებს და ამდენი 200,000 და 300,000 კაცი რო ფეხზე იდგა, არ გვეგონა რომ ამას ანგარიშს არ გაუწევთ. ბატონო ავთანდილ, აი თქვენი გუნდი ვინ არის? ეს საკითხი დგას ძალიან მწვავე. ჩვენი გუნდი არის, თქვენი გუნდი, აი ვისგან დააკომპლექტებთ თავრობას თუ პრეზიდენტი ჩვენი გუნდი არის ასეთი. დევიზით გვაქვს ასეთი. დიახ. ასაკოვანი, მაგრამ პროდუქტიული ფუტკრები ვართ ჩვენ და ახალგაზრდა ენერგიულ ბუზებს ჯობი ვართ. კარგი, შეკითხვას დაგისვამ. დავით იაკობიძეს იცნობთ? დიახ. თედო ნინიძეს იცნობთ? დიახ, გაგვიგონია. ვალერი ჩხეიძეს იცნობთ? დიახ. დავით თევზაძეს იცნობთ? დიახ. ეს არის თქვენი გუნდი ბატონო? არა, ჩვენი გუნდი არის, აქ არის 30 აგარ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზმიენდობითო პეტრე ჩხეიძეს პირველ რიგში. სპორტის დეპარტამენტს ხაბელოვ ლერის. დიახ, გასაგებია ბატონო. არა, გავიდეთ ახლა. აგროკომპლექსი და შველა უნდა საქართველოს. მე ჩემი ბრალი არის რაღაცები, მაგრამ თლათ ყველაფერი არა. ბატონო, აცი ახლა ჩვენ გამოვიგვიძეთ და იცოდე ბატონო ვახტანგ. დიახ. იცოდე რომ საქართველოს პრობლემები მალე გათავდეს, უნდა ქვეყანას ერთსულოვანი საკუთარი ხალხი მართავდეს. აი ამაზე მივიდივართ ჩვენ. ბატონო, თუ კარგი იქნებოდა რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები გადაებას პირდაპირ საპარლამენტოს აპრილში ჩატარდეს და ახლა მე პირადად ჯერ თანხმობა არ მაქვს მიცემული, ალბათ ამ დღეებში გადავწყვიტე და ვიყრით ვარაკენს. იმის კი არ მეშინია რომ მე რამეს შევრცხვე. ჩემი ხალხი რა მდგომარეობაშიც არის, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ბოლოს მიპასუხეთ, რა შანსი გაქვთ თქვენი აზრით საპრეზიდენტო არჩევნებში? თქვენი შანსი როგორია? ჩემი შანსი და ჩემი გუნდის ისეთია რომ დღეს თუ ვერ გამიგებენ, ახლა მაგას მე დამაბრალებთ, ეს ლისევოდნია ნიპონიალი ზავტრა პაიმუ. ხვალ გაგვიგებს ჩვენი ხალხი და უჩვენოთ ჩვენი გუნდის გარეშე საქართველოს ფეხზე ვერ დადგება ჯერე. ასე იყო ბალტიისპირეთში, როცა ლანცბერგისზე გაგიჟდნენ, მაგრამ მე გაუშვეს და მოიყვანეს ისინი, ვინც ასე იყო პოლონეთში, როცა ლეხ ვალენსაზე გაგიჟდნენ და მოიყვანეს უკვე ისინი და მეორეჯერ დააბრუნეს ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში და ასე იყო სომხეთში და ასე არის აზერბაიჯანში და ჩვენ უბედურობა მოგვივიდა. ახლა ბატონ ედვარდზე მე არ მინდა ისეთი რამე ვილაპარაკო, კიდე ველოდები რომ მათ კაცი იტყვის იმას რომ ნაღალატებია ეგ კაცი. მადლობთ ბატონო ავთანდილ. ვის ჩაუვარდა საქართველოს ხელში? ამაზე დიდი სამარცხვინო არ სადარებ 28 წლის ბიჭები სათყავთ მინისტრებად. ჩვენ კიდევ მოგიწევთ გადაცემაში. 86 წლის კაცი არის იტალიაში პრეზიდენტი. 84 წლის კაცი არის ისრაელში. და აქ 40 წელზე მაღლავო, მუხაც გვეჯავრებაო. მაგათ ჯავრს ვასწავლით როგორც არის. იმით კი არა რომ გადავუხადოთ სიგლახეში, მაგრამ აღვზდით მაგათ სპეციალურ ინტერნეტებს შევქმნით რომ ვასწავლოთ მაგათ ქართულმა კაცმა როგორ უნდა იცხოვროს. გმადლობთ ბატონო ავთანდილ, გმადლობთ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში. ჩვენ კიდევ მოგიწევთ ბატონო ავთანდილ, დრო არის 5 იანვრამდე. ჩვენ შევკრიბე ბატონო ერთხელ კანდიდატები და მე მაქვს 7 პუნქტი, რომელსაც ერთ წელწადში ვასრულებ. ყველა უკეთესი აქვს სხვასთან, მე იმას ამოუდგები და მოიხსნით. მე გავაგზელებ ამ კუთხით მუშაობას, რომ თქვენ ყველანი მოხდეთ ჩემთან სტუდიაში. არ გაინტერესებს რომ ერთ წელწადში აფხაზები და ოსები და ჩვენ ერთად ვიქნებით. მაგას რაჯობია ბატონო ავთანდილ, ძალიან დიდი მადლობა. მოვისმენთ თქვენს პროგრამას, უნდა დაგემშვიდობოთ. ბატონო ავთანდილ, მადლობ, ძალიან დიდი მადლობა. რამდენად მაღალი იქნება აქტივობა ამომრჩევლის 5 იანვრის არჩევნებზე? პირველ რიგში მე მინდა ბატონ თემურს დავეთანხმო, რომ როგორც ჩანს მართლა მხიარული არჩევნები გველოდება. რაც შეეხება ამომრჩევლის აქტიურობას, მე ვფიქრობ, რომ თუ საზოგადოება გამოვიდა იმ სტრესის მდგომარეობიდან და მე მგონი დამეთანხმებით, რომ დღეს გარკვეულწილად საზოგადოებაში ეს სტრესი არსებობს, ხო? თუ გამოვიდა, მაშინ აქტიურობა იქნება ნამდვილად მაღალი. თუ საზოგადოება იქნა დათრგუნული,
თუ იქნა თუ უნდობლობის ვითარებაში ჩატარდა ყველაფერი, მაშინ რა თქმა უნდა აქტიურობა შეიძლება იყოს დაბალი. აქ ხელისუფლებამ ჩემის აზრით უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. ხელისუფლება არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ ხელისუფლებაზე, ის უნდა ფიქრობდეს ქართულ სახელმწიფოზე და რეალურ დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ამის ნიშნები შეიმჩნევა უკვე პრეზიდენტს ჰქონდა ბოლო დღეებში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, ძალიან ბევრს მოეფერა იმას, ვინც ადრე ცოტა სხვა მდგომარეობაში იყო და ასე შემდეგ და მე არ განვავითარებ ამ თემას თუ არ მაინტერესებს რატომ აკეთდება ეს, რატომ არ კეთდება, მე ამ თემას ხსნი დღეს, უბრალოდ ვამბობ, რომ მე მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს რეალობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ეს არის ერთი საზოგადოების ორი მცირე ნაწილი. გარდა ამისა, ვართ ჩვენ მთლიანად ქართული საზოგადოება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ ქართული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ არჩევნების დღე ომი კი არ იყოს საქართველოში. არჩევნების დღე იყოს გარკვეულწილად ზეიმის დღე, სადაც ადამიანი მხიარული მიდის და აკეთებს თავისუფალ არჩევანს. არა ზეწოლის ქვეშ, არამედ თავისუფალ არჩევანს. აი ეს დასავლური სტანდარტი, რამდენად შეიძლება მიახლოებული იყოს ეს წინასაარჩევნო კამპანია, თვითონ არჩევნების პროცესიც დასავლურთან. არის ამისი ნიშნები? ცოტა მართლა რომ გითხრათ, მე არ მესმის რა არის დასავლური სტანდარტი. არის სამართლიანი და არის უსამართლო. სამართლიაში, გულისხმობთ დასავლურს. სამართლიაში გულისხმობთ, კარგი, მაშინ დასავლური სტანდარტით ვილაპარაკოთ. Რა თქმა უნდა, სტანდარტის ზომა წონას განსაზღვრავს ის თუ რამდენად არის პირობები შექმნილი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. და ხალხი ვისაც უნდა რომ გამოხატოს ეს თავისი ნება მივა და გამოხატოს, ვისაც ეზარება არ მივა, ვისაც არ ჯერა, ისიც არ მივა. მაგრამ თავარია იყოს შექმნილი ყველა პირობა. რომ მივიდეს ხალხი იქ და თავისი სურვილი გამოხატოს იმ დღეს. ამის გარდა მნიშვნელოვანია რომ პირობები შეიქმნეს არა მარტო 5 რიცხვში, არამედ მანამდეც რომ ყველა კანდიდატს მაქსიმალურად შეეძლოს თავისი პროექტის, თავის პროგრამის, თავის გუნდის, თავისი იდეების წარმოდგენა. ბატონ მაისაშვილს უკან მქონდა ესეთი ბანერი ამ სოფლიოში არ არისო ლიდერიო. თუ ამ სამყაროში არ არის ლიდერიო. მე ვისურვებდი რომ კანდიდატები ამ სამყაროში თუ არა ამ ქვეყანაზე მაინც იყვნენ და ისეთი პროექტები და ისეთი ასე თქვათ მოსაზრებები შესთავაზონ მოსახლეობას თავისუფლად, როცა უნდათ ყოველგვარი შავი პიარის და რაღაც ლურჯი და სხვაფერი პიარების გარეშე რომ მოსახლეობას კონდეს არჩევანი. თუ ეს არჩევანი არ ექნა, მაშინ მას არჩევნები აღარ ქვია. იმას ქვია ან დამტკიცება, ან არ დამტკიცება, ან ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცება. ამიტომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც ნორმალურ არჩევნებზე, სამართლიან არჩევნებზე, მაშინ უნდა იყოს ყველა პირობა იმისათვის, რომ თანაბარი საშუალება კონდეს ყველა კანდიდატს, მოგწონს არ მოგწონს, ესეთია თუ ისეთია, გამოხატოს თავისი აზრი და მე ვფიქრობ, ხალხი გადაწყვეტავს უკვე ვისი ჯერავს და როგორ ჯერავს. ბატონ გია, დაუშვათ გაიმარჯვა ოპოზიციის წარმომადგენელმა, იმ წარმომადგენელმა, რომელსაც უნდა რომ საქართველოში არ არსებობდეს პრეზიდენტის თანამდებობა. მაშინ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, ვთქვათ, შემოდგომაზე დარჩა არჩევნები და გაიმარჯვა ასეთმა კანდიდატმა. მას არ ეყოლება უმრავლესობა პარლამენტში. აქ შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი. მე მგონი ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა, ოღონდ ალბათ ეს არის ის შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ სწორედ იმ კანდიდატებს, ვინც ამ პროგრამით მოდის, იმიტომ რომ ცხადია, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ დეკრეტით გააუქმოს პრეზიდენტობის ინსტიტუტი. ადამიანი, რომელსაც ხალხი ირჩევს პრეზიდენტად, მინიმუმ თვეების მანძილზე ის რჩება პრეზიდენტად და მას რჩება ის ძალიან დიდი უფლებამოსილება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამასთან ერთად, რომელიც საქართველოს შეაკისრია პრეზიდენტს. მას შეიძლება ჰქონდეს ის დილემა, რაც ვახსენე მე, რომ თქვა რუსეთმა აცნო აფხაზეთი და იმან რაღაც ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, მან უნდა იმუშაოს თუ ის ოპოზიციური კანდიდატი იქნება, ოპოზიციური პრეზიდენტი იქნება პარლამენტთან, რომელიც არ იქნება განწყობილი მისდამი კარგად, ეს უნდა იყოს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ფიგურა.
ის აზრი რომ აი უბრალოდ ვინმე ავირჩიოთ იმისათვის რომ მან პრეზიდენტობა გააუქმოს ეს ძალიან გულუბრყვილო. ამიტომ თუნდაც ასეთ კანდიდატს რომელიც მოდის იმისათვის რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი გააუქმოს უნდა კონდეს ძალიან კაფიოდ წარმოდგენილი მისი ნაბიჯების თანმიმდევრობა როგორ აპირებს ის ამის მიღწევას იმ პარლამენტთან ერთად რომელიც არ იქნება იმავე აზრზე რაც ესე რაზეც ის არის. რა თანმიმდევრობას აპირებს, როგორ აპირებს თანამშრომლობას იმ პარლამენტთან და სანამ გაუქმდება ის საპრეზიდენტო ინსტიტუტი, მანამდე როგორც პრეზიდენტი რის გაკეთებას აპირებს. ცალკე თემა ეს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ მე მაინც კითხავთ, ეს ვრცელი თემაა, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, უბრალოდ თქვენ რომელს მიანიჭებთ უპირატესობას? საპრეზიდენტო საქართველოში ვერ გაამართლა. ამაზე მე მგონი ორი აზრი არ უნდა იყოს და ბოლო-ბოლო თუ თავსდებთ მართლმადიდებლობაზე და თავსდებთ რომ თქვათ ეკლესიაში დავდივართ, ესე იგი მე მგონი უნდა დაუჯეროთ. თუმცა მე პირადად ეს უკვე 10 წელია ამას ვამტკიცებ, რომ საპრეზიდენტო მე მაშინ ვამბობდი ჯერ კიდევ რომ 95 წელს ის კონსტიტუცია რომ მიიღეს, ჩემთვის მიუღებელი იყო ის თავი, სადაც პრეზიდენტის ფუნქციები იყო ჩამოთვლილი, იმიტომ რომ ეს არ არის საპრეზიდენტოც არ არის, უფრო შუა საუკუნის აბსოლუტურ მონარქიას გავს აი ამ სახით როგორიცაა დღეს ჩვენი კონსტიტუცია. მაგრამ მე ეს შორს ვარ იმისგან რომ თქვა რომ იყოს საერთოდ პრეზიდენტის გარეშე. ესე იგი რას ნიშნავს პრეზიდენტის გარეშე? ესე იგი სახელმწიფო მეთაური უნდა იყოს და ჩვენ ქონდა ესე იგი სამჯერ ქონდა ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა, აქედან გამსახურდიას დროს და შევარდნაძის დროს თავში ეს იყო სახელმწიფო მეთაურის ფუნქციას ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ ის ვარიანტი რომ პრემიერ-მინისტრი ასრულებს სახელმწიფო მეთაურის ფუნქციას, ეს იყო პირველ კონსტიტუციაში ნოა ჟორდანიას დროს. მაგრამ მაშინ გაუგებარია, ესე იგი, თუ საპარლამენტო რესპუბლიკაა და არის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტს უნდა ჰქონდეს უფლება ესე იგი გაუშვას ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ ასრულებს და თუ ის არის სახელმწიფოს მეთაური ამავე დროს, როგორც იყო ნოა ჟორდანია, მაგრამ ამ კონსტიტუციამ სულ 3 დღე იარსება. ეს არ გამოვა, ესე იგი პრეზიდენტის გარეშე საერთოდ არ გამოვა. უნდა იყოს ევროპული მოდელი, როდესაც პრეზიდენტს აქვს წარმომადგენლობითი ფუნქციები და მორჩა. ჩვენ ვასრულებთ გადაცემას, ბოლო სიტყვას ბატონ თემურს მივცემთ. ამ ისედაც ბევრჯერ შეიცვალა კონსტიტუცია, ამას ძალიან ხშირად ამბობს ოპოზიცია. აი ესეთი ადვილია საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა. რა უნდა მოხდეს? აი საზოგადოებამ რა უნდა გაიგოს, რა პროცედურებია? მე მიმაჩნია რომ აქ პრეზიდენტის ყოფნა არ ყოფნაზე არ არის და მე მართალი რომ გითხრათ არ მესმის ერთ კაცს თუ უმუშევრად დავტოვებთ ეს უმუშევრობის პროგრამას როგორ გადაწყვიტავს. აქ ბატონმა რამაზმა სწორედ თქვა, თავად ის კი არ არის შენ საპრეზიდენტო მოდელზე ხარ თუ საპარლამენტოზე. თავადია რამხელა უფლებამოსილებას აძლევს პრეზიდენტს და რა მექანიზმები კი ბატონმა რამაზმა თქვა რომ ვერ გაამართლა ამ ინსტიტუტს. მე ვფიქრობ რომ ისეთი როგორც უნდა ქონოდა ჩვენ არ ქონია ჯერ, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ შევძელით საკონსტიტუციო ცვლილებების ისე მიღება რომ დავაბალანსებს საპრეზიდენტო ძალაუფლებას კონსტიტუციურად, მაშინ არაფერი საშინელი საპრეზიდენტო ხელისუფლებაში არ არის და მე მაგათ ვერ გავიზიარებ, რომ რაღაც აი პრეზიდენტს გადავაყენებ და ხვალე ყველაფერი კარგი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის. მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ თემურ იაკობაშვილი, გია ხუხაშვილი, გია ნოდია, რამაზ კლიმიაშვილი. ჩვენ ვსაუბრობდით საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 5 იანვარსაა დანიშნული. ახლა რეკლამაა გადაცემაში, შემდეგ კი იმედის თემით დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა გადაცემა არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენ ვსაუბრობთ ტელეკომპანია იმედის შესახებ. ჩვენთან სტუმრად არიან სტუდიაში ბატონები პაატა ვეშაპიძე, ლაშა ტუღუში, კობალი კლიკაძე და ქეთუსია იგნატოვა. საღამოშვიდობისა მოგესალმებით ყველას. ჩვენ ახლა გვაქვს პირდაპირი ჩართვა, გვერდება ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი ბატონი ბიძინა ბარათაშვილი და შემდეგ გავაგრძელებთ სტუდიაში საუბარს. ბატონ ბიძინა, საღამოშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა პროგრამაში მოწვევისათვის. მე მინდა მაგალითად ვიყო ბატონი ავტომარგიანისგან და მივესალმო სტუდიაში შეკრებილ შენს სტუმრებს და დაუდასტურო რომ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა იქ ჩემი მეგობრები არიან შეკრებილნი. მადლობთ რომ დავგთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. ბატონო ბიძინა, თქვენ ხვდებით ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს უცხოელებს და ესაუბრებით იმ პრობლემებზე, რომელიც შეექმნა ტელეკომპანია იმედს და აცნობთ მათ საქმის არსს.
უცხოელების მხრიდან, აი მე მაინტერესებს, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ არასწორი ფორმა იქნა გამოყენებული ეს ალბათ ყველა ჟურნალისტმა დაგმო. მაგრამ თუ აქვთ უცხოელებს შენიშვნები თქვენ მიმართ, თქვენი ტელეკომპანიის მიმართ და რა შენიშვნები იყო ეს? ხომ არ გეუბნებიან რომ აი სხვანაირად რომ მოქცეულიყავით, აი ასეთი საუბარი თუ არის? ცით რა, მე მართლა ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა და მაქვს უცხოელებთან. 1000 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდები ყოველდღიურად. მათ აქვს უამრავი კითხვა, ბუნებრივია და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ კითხვებზე ჯეროვანი პასუხები გავცეთ. უნდა ითქვას რომ ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ერთნიშნულოვნად ადასტურებს იმ ფაქტს რომ ის რაც მოხდა და რა ფორმით მოხდა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის. ისინი საუბრობენ იმაზეც რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობა აუცილებლად უნდა აღდგეს, თუმცა რა თქმა უნდა მათაც აქვს გარკვეული კითხვები, რომლებზეც ჩვენ ვცდილობთ პასუხები გავცეთ. შენიშვნებს რაც შეეხება, აქ არის ზოგ შემთხვევაში გარჩევა ცალკეული ეპიზოდებისა, რომლებზეც ჩვენ მსჯელობთ ხოლმე, მაგრამ რო გითხრათ რომ ხა რაღაც განსაკუთრებული დიდი შენიშვნები იყო, ისეთი კითხვები დაისვა, რომლებზეც ჩვენ პასუხის გაცემა ვერ მოვახერხეთ, ასე რომ ჯერჯერობით აღვნიშნოთ. ბატონ ბიძინა, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, როდის შეიძლება გაიხსნას ტელეკომპანია იმედი? მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს მოხდება ძალიან მალე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს შექმნილი ვითარება ყველა ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეს თუ დამკვირვებელს ერთნიშნულოვნად აგროვებს და აჩერებს იმ პოზიციაზე, რომ ყველასთვის აუცილებელია და ყველა პროცესის ნორმალურად ჩატარებისთვის აუცილებელია ტელეკომპანიამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მაუწყებლობა. მეორე საკითხია, რამდენად სწრაფად შევძლებთ ჩვენ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია მოგხსენება ძალიან ბევრ ისეთ საკითხთან, რომელზეც პასუხის გაცემა სამწუხაროდ მეჯერჯერობით არ შემიძლია. მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენ არ ვიცით რეალური ზარალი, არ ვიცით რა რაოდენობის ტექნიკაა დაზიანებული, არ ვიცით ამ დაზიანების ხარისხი. ამისთვის აუცილებელია როგორც მინიმუმ შენობაში შესვლა, ყველაფერი ამის შესწავლა, დადგენა მას როგორც მინიმუმ რამდენიმე დღე დაჭირდება. და რაც თავარია ჯერჯერობით არ გამართულა სამწუხაროდ რეალური დიალოგი ამ კონფლიქტის ძირითად მხარეებს შორის, მე გულისხმობ ხელისუფლებას და ტელეიმედს ან News Corps. ახლა ვიღაც ჯერა ვინმეს ეს თუ არ ჯერეთ მეორე საკითხია, მაგრამ რეალურად მართვა ჩვენი ტელეკომპანიის ერთი წლით გადაცემული აქვს ამერიკულ კომპანიას, ჩვენი გენერალური დირექტორი ლუის რობერტსონი. მართვა და არა მფლობელობა, ხო ეს დავაზუსტოთ. მართვა გადაცემული აქვს News Corp და მათი წარმომადგენელი აქვს ტელერადიო კომპანიის გენერალური დირექტორი ლუის რობერტსონი. ყოველდღიურად გამოთქვამს მზადყოფნას იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რაც არ უნდა რთული იყოს ეს ორივე მხარესთვის, მე მესმის, რომ გარკვეული ტკივილია, ძალიან ცოტა ხანია გასული იმ მოვლენებიდან, რომლებიც მოხდა, რომელთა უშუალო მონაწილეებიც ჩვენ ვიყავით. მე მესმის, რომ კითხვები ორივე მხარეს აქვს, პრეტენზიები ორივე მხარეს აქვს, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ჩემი ზღმარწმენით არის მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი, ვისაც საჭიროა რომ ორივე მხარე მოინდომოს და დაჯდეს მაგიდასთან. თუ გიკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ გქონდათ მათთან საუბარი ბოლო პერიოდში, ან მას შემდეგ რაც ტელეიმედი დახურეს? მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითი შეხვედრები. მოგხსენება თბილისი პატარა ქალაქია, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, ამისთან დამოუკიდებლად გვაკავშირებს მეგობრული ან ათასაური კავშირები. შესაბამისად შეუძლებელია რომ ორი კვირის მანძილზე ვერავინ ვერ ნახო თქვათ იმ საპირისპირო პოზიციაზე მყოფი ადამიანი. მეც მქონდა არ მალავ ამას და პირიქით ვადასტურებ რომ მქონდა რამდენიმე შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა ეს ყველაფერი ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს. შესაბამისად იქ მიღებული ინფორმაცია თუ გამოთქმული მოსაზრებები
არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს თქვათ რაღაც ოფიციალურ პოზიციად მივიღო. ბატონ ბიძინა, ძალიან ბევრი შენიშვნა აქვს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ტელეკომპანია იმედის მუშაობასთან დაკავშირებით. მე წაგიკითხავთ ციტატას პოლიტოლოგ სოკორის განცხადებიდან. იმედის საქმე აღარ თავსდება მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საქმის ჩარჩოებში. ეს არის საქმე, სადაც საუბარია მედიის დაცვაზე მისივე მფლობელი ოლიგარქებისგან. იმედი იყო ოპოზიციური სადგური ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ეს არხი თავის მისიას გაემიჯნა და იქცა ბადრი პატარკაციშვილისა და ოპოზიციის პოლიტიკური არაღად. შეუდგა პოლიტიკური არეულობის თესვას და შეუერთდა მოწოდებებს მთავრობის არაკონსტიტუციური გზით გადაყენებისკენ. იმედის შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატიული მედიის სტანდარტები უნდა დავიცვათ ამ სტანდარტების დამახინჯებისგან, რასაც ბადრისნაირი ოლიგარქები და უპასუხისმგებლო ოპოზიციონერი ლიდერები ლამობენ. ეს არის სოკორის მოსაზრება. ტელეკომპანია იმედი, თუ ის გაიხსნა, როგორ გააგრძელებს მუშაობას შემდგომში? აი ეს შენიშვნა ერთი მოვისმინეთ, არის კიდევ ბევრი შენიშვნა. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით მე მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს არის ბატონი სოკორის პირადი მოსაზრება. მე პატივცემ ნებისმიერ მოსაზრებას, არის პრო ჩვენი პოზიციისა თუ საპირისპირო. მე შემიძლია ასევე მოგიყვანოთ ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, ინტერნეტი მთლიანად სავსეა, თქვათ, საჩვენო გამონათქვამებით. ამიტომ თქვათ, იმის გარკვევა ახლა რა აზრის არის დაუშვათ ამაზე სოკორი, ან რა აზრის არის ის ექსპერტები, რომლებიც პირიქით ჩვენს პოზიციას ამყარებენ, მე ვფიქრობ, ამის დრო ჩვენ ახლა არ გვაქვს. უპირველესი მიზანი ჩვენი არის ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ეთერში. პარალელურად, რა თქმა უნდა წარიმართოს პროცესი იმ სიტუაციის რეალური შესწავლისა თუ რა უძღოდა წინ მოვლენებს, რა ვითარებაში მოხდა ტელეკომპანიის დახურვა და ამ შემდეგ. მაგრამ მე მზად ვარ პასუხი გაგცეთ მეორე ნაწილზე თქვენი კითხვის, თუ როგორ აპირებს ტელეკომპანია იმედი. რომ იგივე საფრთხე არ განმეორდეს ტელეკომპანიის. მესმის, რასაც ამბობთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აი ძირითადი კონსულტაციები, რომელზეც თქვენს ისაუბრეთ და რომელიც ერთ-ერთი ასეთ შეხვედრის მონაწილეც რამდენადაც ვიცი მე დღეს თქვენს იყავით, იქამდე ჩვენ მქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, კერძოდ ბატონი პიტერსენების ჯგუფთან. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, მე მქონდა შეხვედრა ბატონ მეტიუ ბრაიზასთან და ბატონ ტეფთან, საქართველოში ამერიკის ელჩთან. მათთან საუბარში დაიწყო პირველად გაიჟღერა თემამ ერთგვარი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე. დღეს თქვენ შეხვდით იმ ხალხს, რომლებიც ამ იდეას უკვე ევროსტანდარტების მიხედვით უჭერენ მხარს და მის რეალიზებას რეალურად აპირებენ. ასევე დღეს უნდა ჩამოვიდეს თუ არ ვცდები პოლონეთიდან ამავე მისიით კიდევ ერთი ექსპერტი. მე მინდა აღნიშნოთ, თქვენთან სტუდიაში ახლა იმყოფება ლაშა ტუღუში. ჩვენ გქონდა ამის თაობაზე არაერთი საუბარი, მე აბსოლუტურად უჭერ მხარს იმას, რომ რაღაც სტანდარტები გარკვეული, მით უმეტეს დაფუძნებული ევროსტანდარტზე, ჟურნალისტური ეთიკისა, ჟურნალისტური ეთიკის კოდი იქნება ეს თუ თქვათ რაღაცა მონიტორინგის ჯგუფი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც სტანდარტები უნდა შეიქმნას. ეს ხელშეუწყობს მთლიანად ქართული ჟურნალისტიკის დონის ამაღლებას და ამაზე ანუ საბჭო ამას უზრუნველყოფს თქვენი აზრით? იცით რა შეესაქმე? გააჩნია რა ტიპის საბჭო იქნება ეს, რა შემადგენლობა იქნება იქ? შემადგენლობა ძალიან საინტერესოა, ეს ალბათ იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი. რა თქმა უნდა. იცით რა, ეს არის ძალიან სათუთი თემა. მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის საუბარი ცენზურაზე, არანაირი სახის ცენზურაზე. ეხლა ალბათ ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ ჩავთვალოთ, რომ თქვათ იმედი ხვალ გავიდეს ეთერში და გახდეს დაუშვათ პირველი სტერეოს რაღაცა ახალი ვერსია და თქვათ იყოს მუსიკალური კლიპები მხოლოდ ჩვენთან წარმოდგენილი და ან მულტიპლიკაცია, ხო? ამისთვის ეთერში დაბრუნება ალბათ არ ზღირს. მაგრამ მე ამავდროულად უჭერ მხარს იმას, რომ შეიქმნას მედია კომიტეტი. ოღონდ ეს მედია კომიტეტი თუ მონიტორინგის ჯგუფი, ახლა ნუ ვიდავებთ თქვათ კონკრეტულ რაღაცა დასახელებაზე ამ რაღაცა ჯგუფისა, უნდა არეგულირებდეს ვითარებას არა მარტო იმედში, არამედ მთლიანად ქართულ მედია სივრცეში. ეს ეხება როგორც ტელეკომპანიებს, ასევე ბეჭდით მედიას, ელექტრონულს
მე ვფიქრობ, რომ იცი და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ თვითონ გქონდა მცდელობა იმისა, რომ რაღაცა მსგავსი კოდი შეგვემუშავებია ამის თაობაზე. ჩვენ კონსულტაციები გქონდა Fox-ის ტელევიზიის წარმომადგენლებთან, დაუკავშირდით ამერიკის ტელე და რადიო კომპანიების ასოციაციას, რომელიც 13,000-მდე ასეთ სადგურს აერთიანებს. თხოვეთ მათ მოეწოდებიათ შესაბამისი დოკუმენტაცია, სამწუხაროდ ამის რეალიზება და ცხოვრებაში ვთქვათ განხორციელება ჯერჯერობით არ მოხერხდა. შეიძლება ეს მეორე მხრივ კარგიც არის, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ერთმა ტელეკომპანიამ ეს რაღაცა ეთიკის კოდი შეიმუშაოს, იმიტომ რომ შეიძლება მიიღოს უპირობოდ, იმიტომ რომ შეიძლება ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყოს რომელიღაცა მეორეს მიმართ. ბატონი ბიძინა, იყო პარლამენტში მცდელობა შექმნილიყო ერთგვარი მარეგულირებელი ორგანო, მაგრამ მაშინ ბატონი ლაშაც მონაწილეობდა თუ არ ვცდები, არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი, აი მარეგულირებელი ორგანოს ასე ვთქვათ, ერთგვარი კოდექსის შემუშავებაში, მაგრამ ეს არ გავიდა მაშინ. და ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა ჟურნალისტებისგან. რატომ არ მოხდა ამ ორგანოს შექმნა მაშინ, როდესაც დადგა ეს საკითხი? რატომ შეეწინააღმდეგე ჟურნალისტები? მე რატო არ მოხდა ამის რეალიზება შარშან, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს წელს. ჩვენ ვიყოფებით ყველანი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ახლა განვითარებულმა მოვლენებმა და იმ სიტუაციამ, რომელშიც ყველანი ჩვენ ვიყოფებით, ეს რაღაცა გარკვეულ ჩიხიც შეიძლება იყოს, მოიტანა აუცილებლობა იმისი, რომ ასეთი მედია კომიტეტი შეიქმნას. მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა მარტო ქართველმა ჟურნალისტებმა ან ექსპერტებმა, არამედ აუცილებელია ჩემი აზრით აქ ევრო გამოცდილების გამოყენება და სწორედ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ ძირითადად ვთქვათ იმ ექსპერტებთან საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც მრავლად არიან ახლა წარმოადგენენ თბილისში. შეიძლება პასუხი იყოს ის, რომ შარშან ამის დრო არ იყო და შარშან ვთქვათ ქართული მედია საზოგადოება ამისთვის მზად არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბიძინა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენთან, ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და სანამ სტუმრებს მივცემ სიტყვას, მანამ წავიკითხავ ერთ განცხადებას. დღეს ევრაზია ნეტის მიერ როგორც უცხოურ, ისე ქართულ წყაროებში გავრცელდა გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას კომენტარი, სადაც გენერალური პროკურორის მოადგილე ტელეიმედთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არ არის იმედის საქმე, ეს არის პატარკაციშვილის საქმე, რომ ტელეიმედის ქონება დაყადაღდა კანონის სრული დაცვით, ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ტელეარხი იქნებოდა გამოყენებული ბადრი პატარკაციშვილის მიერ, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ხელისუფლების დამხობის იარაღი. შეკითხვაზე რა შემთხვევაში გაიხსნება იმედი, გვარამია პასუხობს, თუ შეწყდა საქმე პატარკაციშვილის მიმართ, მოიხსნება ყადაღა, თუ მიეცემა შემდგომი მსვლელობა და პატარკაციშვილი ბრალდებული სახით მიეცემა პასუხისგებაში, მაშინ ყადაღის საკითხი გადაწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან ერთად, მაგრამ არსებობს მესამე შესაძლებლობა, კერძოდ თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ ამოიწურა ის საფუძველი, რომლითაც ყადაღა დაედო ამ ქონებას, ანუ იარსებებს მყარი გარანტია, რომ ეს ქონება არ იქნება ბადრი პატარკაციშვილის მიერ იარაღად გამოყენებული, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული საკითხი პატარკაციშვილის საქმის მსვლელობის მიუხედავად ნებისმიერ ეტაპზე გადავწყვიტოთ და მოხსნათ ყადაღა. ეს არის ევრაზია ნეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც და კომენტარი, რომელიც გააკეთა გენერალური პროკურორის მოადგილე. ბატონ ლაშა, ამ განცხადებიდან რა შინაარსის, რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ ამ თუთას? გითხრათ, საკმაოდ რთული პოზიცია, იმიტომ რომ რას ნიშნავს იმედის საქმე არ არის და არის ბადრი პატარკაციშვილის საქმე, მაგრამ გითხრათ, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანი და ცოტათი არ იყოს გაუგებარი, იმიტომ რომ ნათლად ითქვა ჯერ ერთი ის, რომ ამ კომპანიას მართავს სხვა ორგანიზაცია, ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია ამერიკული News Corp-ი, რომელსაც აქვს ისევ პატარკაციშვილის ალბათ მნიშვნელოვანი მომენტია. ცით რა არის, ნუ შეიძლება ფლობელი, უბრალოდ მესაკუთრე და არ ფლობელი, ხო? ბატონო, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, ვინ მართავდა კომპანიას, ხა ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცები არიან და ესენი, ასე ვთქვათ, კენტყოფილან გინდა რა, ხა ჩვენ უნდა კარგად დააფიქრდეთ ვიზია საუბარი, რა ორგანიზაციაზეა საუბარი, ხა ვინმე თუ არის ის, რას ნიშნავს მერდოკი და News Corp-ი, მაშინ შეიძლება უთხრათ მას, რომ ეს არის
სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია ჯგუფი, რომელსაც გააჩნია რეპუტაცია. ეს რეპუტაცია არ არის ნამდვილად ისეთი, რომ რომელიღაც პატარა ქვეყანაში მივიდნენ და დაამხონ მთავრობა და დაღვარონ სისხლი და ასე შემდეგ. იცით ეს ძალიან ნათლად ჩანდა იმ რეაქციაში, რომელიც მოყვა სოფლიოს მედიაში. ანუ გაზეთები კი შესაძლოა რომ თქვა ბატონი სოკო რომელიც მართლაც ესეთი საინტერესო ექსპერტია წერდეს განსხვავებულად, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ ამდენი პუბლიკაცია, ამდენი ასე თქვა ნეგატიური დამოკიდებულება იმედთან დაკავშირებით მე იშვიათად მინახავ შეიძლება იყოს რომელიღაცა აგრესიული ქვეყნის პოლიტიკის მიმართ ან და რომელიღაცა ოდიოზური თქვა ტერორისტის მიმართ, ну დაახლოებით აი ლამის ამ რანგში არის აყვანილი. ხა მილიონი მაგალითის მოყვანა შემიძლია ყველაზე დიდი გამოცემების მიერ ასე თქვა გამქვეყნებულ პუბლიკაციას. ამიტომ ვიცით მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ და ვთქვათ რომ ეს და ის საქმე, სხვადასხვა საქმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ესეთი სულისკვეთება რამდენადაც მოხდები ჩვენი საზოგადოებით, ჩვენი მედიის დიდ ნაწილში. ბატონკობა, რა შეცდომები დაუშვა ტელეკომპანია იმედმა? შეეძლო თუ არა მის ხელმძღვანელობას, რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრებულიყო? კეთილი, მაგრამ მე მანამდე თუ შეიძლება ვიპასუხებ ჩემს დამოკიდებულებას გენერალური პროკურორის მოადგილის განწყობაზე, იქ ცხადად არის ნათქვამი, რომ არც ერთი ვერსია არ გამოირიცხება. მე უფრო მგონია, რომ მესამე შეიძლება გამართდეს, იმიტომ რომ ცოტა ხანში ჩამოდის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სპეციალურად მოავლინა ვაშინგტონმა და ევროკავშირმა, რათა საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს იმედის პრობლემის მოგვარებაში. რა თქმა უნდა, არის პრობლემი, რაც შეეხება შეცდომებს. ჩვენ ხედავთ, რომ შეცდომებს უშვებს სატელევიზიო მედია, ჩვენ ყველანი უშვებთ შეცდომებს, რადგან ძალიან რთულ პროცესში მოგვიწია ცხოვრება. ეს არის რევოლუციური პერიოდი და პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის მეამბოხე ერის პრეზიდენტი და ძალიან რთულია, როდესაც რამდენიმე ფრონტზე იბრძვის ქვეყანაც, მას აქვს შესასრულებელი ძალიან რთული საპასუხისმგებლო ამოცანები ნატოში გაწევრიანებისათვის ერთი მხრივ, მეორე მხრივ დაკარგულია ტერიტორიები, დაკარგულია უამრავი დრო ქვეყნის განვითარების და ბუნებრივია ჩვენ ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციას, მედია იმედი იქნება რუსთავი საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ სხვა და მე აქვე მინდა მათ სოლიდარობა გამოუცხადო, იმიტომ მე მგონია რომ ჟურნალისტების მიმართ ესეთი მკვახე დამოკიდებულება არ იყოს სწორი, იმიტომ რომ პრობლემა მართალი ხარ თქვენ. არის ზოგ შემთხვევაში მედიის მფლობელები, რომლებიც კარნახობენ დღის წესრიგს და განსაზღვრავენ სარედაქციო პოლიტიკას ამა თუ იმ მედია ორგანიზაციაში და შეცდომებს ჩვენ დავინახოთ თუ ახლა გამადიდებელი შუშით დაუკვირდებით ვახტანგ ბევრი რადიო, ტელე და სხვა გაზეთის თუ საინფორმაციო საშუალების მუშაობაში, რომელიც შეიძლება შორს იყოს დემოკრატიული სტანდარტებისაგან, რომლის შესახებაც ბატონი სოკორი წერდა, ან შეიძლება სხვები წერდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტიკა დღეს მედია აირეკლავს შეცდომებს, რაც არის ქართულ პოლიტიკაში, ქართულ საზოგადოებაში. ზოგადად ახლა თუ ამ მსჯელობას გავყვებით, მაშინ სასწორისპინზე უნდა დავდოთ რა იყო, სად იყო უფრო მეტი შეცდომა ზოგადად სახელმწიფოს ხელისუფლების მოხელეთა საქმიანობაში, რომელმაც აიძულეს სხვადასხვა წესრიგში ემუშავა მედიას. თუ მფლობელების მე ვფიქრობ რომ შეცდომები იყო ყველგან და ისევე როგორც ჩვენი მოვალეობა არის დავსვათ ეს შეკითხვები, დავსვათ დღეს და დავსვათ თამამად იმ ადამიანებსაც დავსვათ, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილს, რომელმაც ყველაზე უფრო კრიტიკულ პერიოდში განაცხადა, რომ იგი ყველაფერს ბოლო კაპიკს აი ამ განცხადებას ბუნებრივია ეს არ გვინდა ხლა ამის კითხვა თუ შეიძლება მე დავამთავრებ ამას ვახტანგ ეს ნიშნავდა შეიძლება მედია ორგანიზაციისთვის რომ მათ რევოლუციურ რეჟიმში ემუშავათ, რაც იყო შეიძლება საბედისწერო გადაწყვეტილება. მე ციტატას მოვიყვან მაინც თქვენ ალბათ კარგად იცით ეს განცხადება და გამეორება არ გინდათ, მაგრამ საქართველოს ახალ ტრაგედიას განიცდის, ნუ რა შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებულ იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან განსათავისუფლებლად. ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის ბოლო განცხადება. ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი არგუმენტი, რომ იმედი ეწეოდა პროპაგანდას და მოუწოდებდა სახელმწიფო წყობილების დამხობისკენ, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობისკენ. აი ამ განცხადებამ ბატონ პატა რა როლი ითამაშა იმედის დახურვის საკითხში? ახლა ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდი, მაგრამ ამ განცხადებამაც ითამაშა როლი. უხერხულში იმიტომ აღმოჩნდი, რომ უნდა ვილაპარაკო კოლეგების
შეცდომებზე, მე მინდა რომ გავმიჯნო ერთმანეთისგან იმედი როგორც ასე ვთქვათ პატარკაცშვილის სამფლობელო და იმედი როგორც მედია საშუალება. და მინდა ვილაპარაკო მედია საშუალებაზე თუ შესაძლებელია ეს. იმედის ყველაზე მთავარი შეცდომა ის გახდათ, რომ კი არსებობს ობიექტური ჟურნალისტიკა, არსებობს არაობიექტური, მაგრამ არსებობს ჟურნალისტიკა პასუხისმგებლობით გამსჭვალული. არის ეს ტერმინი ჟურნალისტიკაში, ჩემს კოლეგებს კარგად მოახსენება. პასუხისმგებლიანი, უკაცრავად, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მოვიგონე, ჟურნალისტიკა. იმედის მთავარი შეცდომა სწორედ ეს გახდათ, რომ ეს პასუხისმგებლობა დაიკარგა. ეს პასუხისმგებლობა არ ნიშნავს ქვეყნის ხელისუფლების წინაშე პასუხისმგებლობას. ეს არის საზოგადოების წინაშე და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა. აი ეს დაკარგა ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური დაკვირვებით. ეს გამოიხატება თუნდაც აი ამ განცხადების გავრცელებაში. ეს გამოიხატება თუნდაც ექსპერტების შერჩევაში, როცა მაინცსა და მაინც უნდა შერჩეულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც სასურველს ილაპარაკებდა და ეს ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში იყო იმედში, ეს მე ჩემ თავზე გამოვცადე. რომ მე ხშირად ვიწოდები იმედში და ბოლოს აღარ მიწოდნე. ну ეს პაპადია თამისთვის. ეს ტენდენცია გახდათ, აი მაგალითად სულ ბოლო მოვლენები ავიღოთ. როცა იმედის ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში აი უკვე საღამო იყო, უკვე ღამე იყო, იყვირა რომ სპეცრაზმი ეხლა შეიჭრება სამებაში და სამებას დაარბევს. აი ეს მიმაჩნია პასუხისმგებლობის დაკარგვა ჟურნალისტისგან. და ეს მე გაიმეორა სტუდიაში წამყვანმა. ანუ კიდევ ვიმეორებ, არსებობს ეს პასუხისმგებლობით გამსჭვალული ჟურნალისტიკა და ასეთი უნდა იყოს ჟურნალისტიკა. ჩვენ პასუხს ვაგებთ საზოგადოების მიმართ. აქ იგულისხმება, რომ არ უნდა მოხდეს საზოგადოების პროვოცირება ზედმეტად, არ უნდა იყოს ამ ტიპის მოწოდებები, მაგალითად, რომ ვიღაცა უკანასკნელად ეს დახარჯავს თუნდაც ფაშისტური ხელისუფლების დაზამხობად და ასე შემდეგ. აი ეს იყო ჩემი აზრით იმედის მთავარი შეცდომა. თუმცა ერთი წამით არ ვფიქრობს ვინმე, რომ ის ფორმები, ის მეთოდები, რითიც იმედი, ასე და რითიც იმედს ხმა ჩაუხშეს, ეს გახდათ გაცილებით უფრო დიდი შეცდომა ჩემი აზრით. კეთილია. არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებას ისედაც გადაწყვეტილი ქონდა იმედის დახურვა და მან ეს ვითარება გამოიყენა სათავისოდ ეთანხმებით ამას. არა, ვერ გეტყვით, რომ ახლა რამდენად სათავისოდ გამოიყენა, არ ვიცი, იმიტომ რომ იმედი კი დაიხურა, მაგრამ დაიხურა იმ ფორმით, რომელმაც მე რომ მკითხო, იმუშავა ხელისუფლების წინააღმდეგ. იმიტომ რომ მაგალითად კონკრეტულად 7 ნოემბერს, ან თუნდაც 2 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე ის ხალხი, რომელიც საერთოდ არ ღებულობდა მონაწილეობას ქუჩის აქციებში, იმედის დარბევა რო გაიგეს, ადგენენ თავისი თვილი სახლებიდან გავიდნენ და გამოხატეს სურვილი, რომ დაიცვან თავისუფალი სიტყვა. ანუ პროტესტი გამოიწვიეს კიდევ უფრო მეტი, ვიდრე დაუშვათ იმ დღეებში იყო აი ამ დარბევების და იმის ფონზე. და ეს ნაბიჯი გადადგა ფაქტია და შედეგებზეც ალბათ ფიქრობდა ხელისუფლება. რატომ გადადგა მაშინ თუ მე არ მესმის რატო გადადგა ამ ფორმით. მე მგონია რომ ბევრი სხვა ფორმა არსებობდა, მით უმეტეს თუ მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადებულიყო და უშუალოდ და ალბათ ეს უკვე კონდათ გეგმაში, შეიძლება და ისევე როგორც სხვა ტელეკომპანიები, ისევე მომხდარიყო იმედის გაჩერებას და მე არ ვიცი ახლა მე როგორ ხდება სამართლებრივად სასამართლოში შეეტანა მაგალითად ხელისუფლებას ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ და დაუშვათ დაესაბუთებინა, რომ ამ ტელეკომპანიის მეშვეობით ხდებოდა დამხობის მოწოდება. ვაშა თორე ტელეკომპანია იმედი რომ ბოლო ახლა აბსოლუტურად ვეთანხმები პატას გახდა ერთი ადამიანის მესაკუთრის ტელევიზია. ეს ამაზე ორი აზრი მე მგონია რომ არ არსებობს. ჩვენ მე ძალიან მინდა რომ ვისაუბროთ რაღაც სტანდარტებზე ჟურნალისტიკაში. დღეს ნებისმიერ მედია საშუალებაზე მოისმენთ ძალიან ბევრ საყვედურს პროფესიული კუთხით. რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, ვთქვათ, თუ ჟურნალისტი არა ობიექტურ სიუჟეტს მოამზადებს და იქნება რადიკალურად სუბიექტური თავის სიუჟეტში, იქნება დაუბალანსებელი. აი ეს საბჭო, რომელზეც ვსაუბრობდით, ეს საბჭო არის გამოსავალი, თუ კიდევ რაღაც სხვა ნაბიჯები უნდა გადავდგეთ. საინტერესო შეკითხვა, უბრალოდ მე მაინც მინდა ორი სიტყვა თქვა
იმასთან დაკავშირებით, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, ის განცხადება ბატონი პატარკაციშვილის გაავრცელა არა მხოლოდ იმედმა, არამედ რამდენიმე ტელევიზიამ. ასე რომ თუ საუბრობთ პასუხისმგებლობაზე, მაშინ ყველა კერძო ტელევიზიის პასუხისმგებლობაზე უნდა ვთქვათ, ეს არის სიმართლე. ხა რაც შეეხება დამხობას, სხვათა შორის ისეთ საკმაოდ რთული იურიდიული, ასე ვთქვათ, თემა და შეცვლა, ეს რაც აქ არის ნათქვამი, ფაშისტური ხელისუფლების შეცვლა არ გულისხმობს აუცილებლად დამხობას. ხა პრობლემა ის არის, რომ იმედის გაჩერების, გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, არგუმენტაცია, რომ ნახე მე, ვთქვათ, სასამართლოს გადაწყვეტილების სახით იყო ძალიან უცნაური, იმიტომ იქ პირდაპირ იყო უკვე როგორც ფაქტი ბატონი პატარკაციშვილი, რომელიც არის უკვე დამნაშავე, ანუ იქ ეწერა და ამის გამო ასე ვთქვათ დააყადაღეს ქონება. ეს იცით მე მესმის რომ შეიძლება ასე ვთქვათ ვისაუბროთ ამ სამართლების საკითხზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ჯერ არ გამართულა სასამართლო, თუ გაიმართება სასამართლო, ეყოლება ამ კაც ადვოკატი, მე არ გამოვრიცხავ შესაძლოა ვიღაცა არის დამნაშავე, მაგრამ იმას უნდა ყავდეს ადვოკატი, უნდა პროცესი ჩატარდეს და საბოლოოდ სასამართლო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ის შეთქმული იყო თუ არ იყო და მართლა აკეთებდა ამის ორგანიზებას თუ არ აკეთებდა და რაღაც ფილმებით და ასეთი ინსინუაციებით ეს არ არის საკმარისი, რომ ასე თქვა დასკვნა გავაკეთო და ამის საფუძველზე მე დავხუროთ იმედი. მე უბრალოდ ამას ვაკავშირებ იმედის დახურვას და მე არ ვსაუბრობ ეხლა ის არის თუ არ არის დამნაშავე. ხა რაც შეეხება სტანდარტებს. ცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ პრინციპში აქ არის განსხვავებული რეჟიმი, ახლა თქვათ იმ ელექტრონული მედიისთვის შესაძლებელი არსებობდეს სხვა მიდგომა, ბეჭდვითი მედიისთვის არსებობდეს სხვა მიდგომა. ახლა თუ მე უყურებ ამას ესე, თუ პრეტენზია გაქვს მედიას და გინდა გერქვას, რომ შენ ხარ სოლიდური მედია, შენ სიტყვას უნდა გინდოდეს რომ გინდა რომ კონდეს ფასი და გენდობოდეს საზოგადოება, მაშინ რა თქმა უნდა სტანდარტი უნდა დაიცვა და მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მაინც საზოგადოება, რომელიც აფასებს ამას. მინიმუმი, რაზედაც ჩვენ შეგვიძლია დღეს რეალურად რომ ვიმსჯელოთ, შევთანხმდეთ, ეს არის აი ამ განცხადებაში რა წერია, რომ ნებისმიერი ძალადობა, ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მხრიდან განხორციელებული ძალადობა ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი. აი ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც არის დღეს ჩვენთვის. ხოლო გარდა ამისა არსებობს, რა თქმა უნდა, ტყვილს არ უნდა ავრცელებდე, მიკერძოებული არ უნდა იყო და ასე შეხა უამრავი საკითხია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მაინც ვიმეორებ. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის ასე ვთქვათ ორგანო, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თუ ავტორიტეტულია ესეთი ორგანო, ვთქვათ, რომელიღაც მონიტორინგის ჯგუფი ან საბჭო, რაც შეიძლება დავარქვათ, მისი ავტორიტეტული სიტყვა იქნება მნიშვნელოვანი ამ კომპანიის რეპუტაციისთვის და მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კობას დაუსვამ შეკითხვას, ჩვენ გვაქვს კიდევ დრო. გობა, ამ შემთხვევაში ბიზნესსაც საუბრობდა ბარათაშვილი ამის შესახებ. არის მნიშვნელოვანი საკითხი, ვისგან დაკომპლექტდება ეს საბჭო. ასეთი ადამიანები სად უნდა მომნახოთ, რომლებიც იქნებიან აბსოლუტურად ობიექტურები, ეს იქნება ალბათ სერიოზული პრობლემა. კი, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა იქნება, ვახტანგ გეთანხმები ამაში, მაგრამ მე მგონი ამაზე მსჯელობა შეიძლება დაიწყოს მას შემდეგ, რაც იქნება გამოისახება კონტურები, თუ რა ფორმით შეიძლება აღდგეს ტელეკომპანია იმედი, რადგან აბსოლუტურად ვეთანხმები მე ჩემს კოლეგებს, კავალერისტული შეტევა მედია ორგანიზაციაზე, რა არგუმენტიც არ უნდა ქონდეს ხელისუფლებას, არის ძალიან საზიანო ქართული დემოკრატიისთვის, რომელიც ძალიან ჩანასახელო მდგომარეობაშია, მაგრამ ქონდა რეალურად წინსვლა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ყველანი ალბათ შიშის კანკალით უნდა ველოდოთ იმ დასკვნებს, რომელიც გაკეთება წლის ბოლოს პრესის თავისუფლების თვალსაჩინო, მაგრამ პრეზიდენტმა, რომელმაც გადადგა ძალიან თამამი ნაბიჯები
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტურ საფუძველზე დაკომპლექტების თუ რიგი სხვა საკითხებით არა, მას რეალურად ამ ხელისუფლებას შეუძლია თავისი სიტყვა თქვას. მე იმასაც ვამბობდი და დავწერე კიდევაც, რომ რა თქმა უნდა ხელისუფლებას აქვს თავისი პრეტენზიები. მაგრამ ხელისუფლება უნდა წამოვიდეს დიალოგზე. მოდი ჯერ მან გითხრას რა როგორ წარმოუდგენია ზოგადად შეცდომები. აქ ქონდა მას შეცდომები თქვა საინფორმაციო პოლიტიკაში, საინფორმაციო სტრატეგიაში ზოგადად თუ ეს იყო მართლა რაღაცა თქვა თვითნებობა გარკვეული მედია ორგანიზაციების მიერ. ამ სახით 7 ნოემბერი მე ხმად მჯერა, რომ ეს არის წყალგამყოფი ქართული მედიის განვითარებისთვის. აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნებით სასარგებლო ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება არანაირი დასკვნებიც არ გაკეთდეს და ყველაფერი ასე ვთქვათ გამოეკიდოს აერში. მაგრამ თუ გვინდა მართლა გადავლახოთ აი ეს რაღაცა წყვარამი თუ რაღაცა მღვრიე გზნობები, რაც დაგროვდა ამ 7 ნოემბრის შემდეგ, ამისთვის საჭიროა რომ